გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული ტევის ერთგულო მაყურებლებო, ჩვენ ახლა ესეთ ფორმატში წარვდექით თქვენ წინაშე, ორიგინალური იყო ესა, იმიტომ რომ ბატონი კოტე გადაცემა უნდა ყოფილიყო, როგორც ასეთი და მან დაგვითმა სტუდია რაღაც გარკვეული მიზეზების გამო და ჩვენ თენგიზ დიხამიჯია მე უზენაეს საბჭოს წევრი, ასე ვთქვათ, ამ ერთ საათს არ უძღები. ძალიან საპატიო სტუმრებთან ერთად, განსაკუთრებით მოხარული ბატონი ბეგი თავართკილაძე, ბატონი ბეგი, რომელიც იტალიაში არის წარმომადგენელი ჩვენი დიასპორის ხელმძღვანელი და ბატონი თემურ კიდე თელე საქართველოს იცნობს და რა ვიცი, მე მინდა ბატონო თემო თქვენი იმიდან რომ დავიწყო მაინც რა, თქვენ მოგცეთ სიტყვა, მე მინდა რომ ეს ანალიტიკური იმას დაეთმოს, განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ აი ამ ბრიფინგებზე, რომელიც მე მოდით ბატონ თეგის ეხლა ჩვენ მხარე დაგიჭირეთ. დიდი მადლობა ბატონ ბეგის რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მის მონაწილეობა. მე დავიწყებ იმით, რომ ბატონი ბეგი მინდა წარუდგინოთ თქვენ საზოგადოებას. ეს გახლავთ პირველი ელჩი საქართველოს იტალიაში. ეს გახლავთ პიროვნება, რომელმაც პირველმა დაიცა რომის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო, თანაც ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ხაზით. ძალიან ცნობილი მეცნიერია. ეს არის პიროვნება, რომელიც მთელი ოჯახით, რომ საქართველოსთან დგას, ბევრი რამ შემიძლია მოვყვე, ჩვენ დღეს ერთი გადაცემა ჩავწერეთ და ხვალ იქნება ალბათ ეს გადაცემა, მე კიდე ხუთშაბათს ამ იტალიელი სტუმრები ჩამოდიან. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ასეთი ძალიან კარგი საყრდენი ადამიანები ყავს იტალიაში და მე დავწუნდი მაშინ, როდესაც ჩვენ გქონდა ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესი. დავიწყეთ ეს ფლორენციაში, მე რომში გადავედით, ბატონმა ბეგიმ ძალიან კარგი ქართველობა შეკრიბა, ძალიან გულიანი ადამიანური საუბარი შედგა, ზოგიერთი დოკუმენტი გადავეცი კიდევაც დღეს და ეს რომელ წელს ხდება ბატონ თემო? ეს არის 1-2 წელი, 3 წლის ამბავი, მაგრამ მე მინდა გავიხსენო, რომ ამ ბოლო პერიოდის მისი ძალიან ეროვნული ნაბიჯი, რომ ეს პიროვნება წლების განმავლობაში მუშაობდა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში და 1900 წლიდან 1928 წლამდე და შემდგომში კიდევ უფრო მეტი, აი მუსოლინის პერიოდზე ეთმობა ეს ყველაფერი, მან ნახა ყველა დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული, გასაიდუმლოებული დოკუმენტები იყო და ჩამოიტანა ეს არის დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის და ამ კაცის ფასდაუდებელია. ასე რომ დანარჩენი ახლა რაც შეეხება პოლიტიკური კვირა, დაიწყეთ კი ბატონო თქვენ და საუბრეთ. დავიწყებ, მაგრამ ჯერ უპირველესო ყოვლისა სანამ შეუდგები, კიდე ბატონ ბეგისთან მინდა კიდე რომ გადავიდე სიტყვით, ახლა ჩვენ აქ ფართო სპექტრს ვიხილავთ ბატონ ბეგი, ჩემი პროექტი ესე მინდა ორი სიტყვით რომ გითხრათ, რომ იცოდეთ, საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ბატონ თემურთან და უზენაეს საბჭოს, ასე ვთქვათ, ფაქტიურად სახელმწიფოს დაფუძნებლები, რომელმაც აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, უზარმაზარზე ისტორიული, ასე ვთქვათ, ამოცანა გადაწყდა, თან იმ პირობებში, საბჭოთა დემონტაჟის პირობებში, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა, როგორც ასეთი და ისე რომ არავის პრობლემა და ეს საკითხი და ის რომ არ გამოუტანია გასაჩივრება თუ არ აღიარება თუ არა ლეგიტიმ დღეს რო არის გადაფარული და ფაქტიურად რომ ქვეყანა ჩაძირულია სამწუხაროდ და თავი და ბოლო არ უჩანს ამ ყველაფერს, ის გავსი არ იყო, ჩატარდა ძალიან მაღალი მსოფლიო სტანდარტებით და იმ ფარგლებში ვიყავით აღიარებული როგორც ჩატარა პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირში. და ბალტიისპირეთმა სხვანაირად ჩაატარა, ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს და ის ადამიანები, ვინც ამ სტუდიაში მოდიან, ჩემ პროექტში იქ სადაც მონაწილეობ, შეხება უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ამ თარიღთან, იმიტომ რომ ეს არის გაგრძელება, ეს არის ესტაფეტა, როგორც ასეთი მომავალი თაობებისთვის და ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის და სუვერენიტეტისთვის ხაზგასმით აღმოჩნდა. ეს არა ექვემდებარება არანაირ ინტერპრეტაციას და რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ და პიროვნებაზე თუ ოჯახურ კლანებზე მორგებას, ეს არ ექვემდებარება, ამიტომ ერთ-ერთი მთავარი შინაარსი ეს იყო და დარჩება მუდმივად იმაში და უზენაეს საბჭოს ჯგუფი, რომელსაც მე წარმოვადგენ, მავალებს მე და ვალდებული ვარ ეს განვაცხადო და დავიცვა და შევთავაზო ფართო საზოგადოებას და ეროვნული თანხმობაც ამ საკითხზე მოხდეს.
ამიტომ ის რომ თქვენ ახლა დიასპორას და ამხელა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყავით და უძვირფასესი მონაპოვარი ასე თქვა მოუპოვეთ ჩვენ ქვეყანას მინდა ერთი-ორი სიტყვით ამაზე თქვა იმიტომ რომ დიასპორის მომენტი ჩვენთვის და ყველა ჭკუატყოფელისათვის უძვირფასესია ამის გარეშე საერთოდ სახელმწიფო ვერ შედგება მაგალითად თურქეთში მეჯლისში რო არის სამი წარმომადგენელი მაგალითად დიასპორიდან არის მოვლენილი რომელიც იცავს მთელი კოლექტიური დიასპორის უფლებებს და ამ პრობლემაზე სერიოზულად მუშაობ და გვინდა რომ ეს დაიხვეწოს და გაფართოვდეს და შინაარსიანი გახდეს ამიტომ გთხოვთ ამ საკითხზე ორი სიტყვით აგიხსენით კიდევ ერთხელ მოხარული რომ გაგიცანით შევხვდით და ჩვენ სტუდიაში ესე გამოჩნდით დიდი მადლობა მოწვევისთვის მივესალმები თქვენს ტელემაყურებლებს სამწუხაროდ ჩემი საუბარი ამ სიტყვით უნდა დავიწყო იმდენად რამდენადაც სათვისტომოს მდგომარეობა დიასპორა იტალიაში სულ უფრო იზრდება და მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება საქართველოსთან ჩამოსული ჩვენი მოქალაქეებისთვის იმდენად რამდენადაც ბევრმა არ იცის ენა, ბევრმა არ იცის ქცევა, არ იცნობს საზოგადოებას, არ იცის იმ ქვეყნის ელემენტარული რამ. აქედან გამომდინარე მათ უწირთ ინტეგრაცია და ძალიან ბევრი სამწუხაროდ მონურ მდგომარეობაშიც არალეგალურ მონოში ხო? არალეგალურ შემდეგ ხო და 3 თვის შემდეგ არალეგალურ მონურ მდგომარეობაში ექცევიან და ვისაც გამბედაობა იმის რომ ჩვენ დაგვიკავშირდეს მერე საბედნიეროდ ჩვენ გვაქვს ამის საშუალება სათვისტომოს იმდენად რამდენად სათვისტომოს ყავს თავისი მეგობარ ადვოკატების წრე რომლებიც მუშაობენ როგორც ისლის სამართლის, სამოქალაქო, საემიგრაციო, შრომით საკითხებში, ისე რომ შეძლებს დაგვარად ვეხმარებით ჩვენს თანამემამულეებს და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ მათი ძალიან მძიმე მდგომარეობა. ნურავის წარმოუდგენია რომ იქ არის 64 შორიდან ყველაფერი განსაკუთრებით სხვა ფერებში. მე ნათესავებიც ახალ და ვიცი. სხვანაირად ჩანს. ეხლა რადგან თქვენ ახსენეთ მეჯლისი და საკითხი დიასპორის მონაწილეობის შესახებ. ისრაელზე ხო ლაპარაკეთ ზედმეტი. დიახ, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა არჩევნებში და საერთოდ არა მხოლოდ საკანონმდებლო სტრუქტურებში, არამედ საერთოდ ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მე საკითხს მინდა რომ ხაზი გავუსვა განსაკუთრებით. ძალიან იმოქმედა ჩვენზე უარყოფითად გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში ვერ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. გაუქმდა საკოის ხმის მეცამეს ადგილობრივი ასე ვთქვათ ინსტიტუტი ფაქტიურად. კომისიები აღარ იქნება საარჩევნო უბნები უცხოეთში. მე მესმის რომ ეს არის ამის გამომწვევი მიზეზი საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგრამ სასწორზე უნდა დაიდოს ჩემის აზრით, როგორც დადებითი, ასე უარყოფითი მომენტი. იცით, მსოფლიო დამისახელეთ რომელიმე ქვეყანა, სადაც თავის ამორჩევებს ქვეყანა ეუბნება, რომ თუ გინდა რომ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციით მინიჭებული უფლების რეალიზაციაში, შენ უნდა ჩამოხვიდეს საქართველოს. თუნდაც ერთი დღით. უნდა ჩამოვიდე, მაშინ ამინაზღაური. და ამის ორგანიზაცია მოახდინე, რაც თავარია. ორგანიზაცია მოახდინე, იმიტომ რომ
იტალიაშიც არის რომ შენ უნდა ჩახვიდე დაუშვათ არჩევნების დროს უნდა ჩახვიდე და სადაც გაქვს რეზიდენცია გაკეთებული სადაც გაქვს ჩაწერა იქ უნდა მისცე ხმა მაგრამ შენ ამ დროს სახელმწიფო გინაზღაურებს შენ მგზავრობის თანხას და ჩვენ კიდე ვოცნებობდით და გარკვეული ნაბიჯებიც ჰქონდა გადადგმული იმისათვის რომ იურიდიული საფუძველი მოგვემზადებინა რომ ყოფილიყო ისეთი არჩევნები ну დღევანდელ სამწუხაროდ ჩვენ არ გვყავს ეს სენატი არის პარლამენტი თუნდაც პარლამენტში ყოფილიყო თითო რაღაც 10,000 ამომრჩეველზე ერთი წარმომადგენელი მაინც უცხოეთიდან და წარმომადგენელი საერთოდ ხვის უკვე გაუქმდა ყველა ანულირება მოხდა მე სარგებლობ თქვენი ეთერით და თქვენი ზნებართვით და უმორჩილესად ვთხოვ კომპეტენტურ ორგანოებს პირველ რიგში ბუნებრივია ჩვენს პარლამენტს რომ ეს ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიექციოს და როდესაც ხდება ასეთი ექსტრემალური გადაწყვეტილების მიღება, იქ ცოტა დიასპორის წარმომადგენლების კვალიფიციური წარმომადგენლების კვალიფიციური აზრით გაითვალისწინოს. აი ერთი შეკითხვა მაქვს, რა თუ შეიძლება. აი თქვენ ძალიან კარგად და ნათლად განსაზღვრეთ ეს პრობლემა, რაშიც მდგომარეობს და კიდევ ისრაელთან, თურქეთთან და იმასთან ხო შედარებაც არ არის. ის ენდობა საკუთარ მოსახლეობას და იცავს მის ინტერესს როგორც გარეთ, ისე შიგნით. ეს არის ხო? ჩვენგან განსხვავებით. ეს ხო დე ფაქტოა. აი რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ იმისთვის, ეს რომ შევცვალოთ თუნდაც ახლა ან მოკლე ხანში ან რა ინსტიტუტი ან რა სამოქალაქო ცნობიერება საჯარო ხელისუფლება რასაც გააკეთებს წინასწარ გეტყვით რასაც გააკეთებს ამაზე ნუ ვიდავებთ მე მაინტერესებს სამოქალაქო ცნობიერებაში რა პოტენციალი და რესურსი არსებობს იმისთვის რომ ეს ვითარება ნორმალური ცივილიზებული სტანდარტით შემოატრიალოს ხო იცით მე არ მგონია რომ ეს უნდობლობის გამო მოხდა ამ ნაბიჯის გადადგმა და ამ დასკვნის გაკეთება აქ უბრალოდ პრიორიტეტი მიეცა სხვა საკითხებს ალბათ აქცენტი გაკეთა უფრო ეკონომიკურ საკითხებზე იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ყველა საარჩევნო უბანს თავისი ხარჯები აქვს განსაკუთრებით უცხოეთში და აქედან გამოდი იქ მასალების გაგზავნა, მიღება, ორგანიზაცია გასაგებია. მაგრამ ეს არ ამართლებს ამას. მაგრამ რასაკვირველი კიდევ ერთხელ ამ სასწორზე უნდა დაიდოს ეკონომიკური და ფსიქომორალური სოციალური ფაქტორები. იმის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ამაზე უკვე გარკვეული ნაბიჯები წინასწარი მოსამზადებელი ნაბიჯები გაკეთებული გვაქვს იმისათვის რომ ეს საკითხი აქტუალური გახდეს და ვიმედოვნებთ რომ მიღებული იქნება უფრო სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პრინციპებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იქნება ანუ თქვენ ამბობთ რომ სამოქალაქო აქტიურობის და ცნობიერების გააქტიურებით შეგვიძლია ეს ამ ტენდენციებს ასე თქვა აუცილებლად ბანობეგი თუ შეიძლება მე მინდა ბანობეგი თქვენ რაღაც შეიძლება მე კარგად ვერ გავიგეთ თქვენ ძალეთ რომ იმას რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ამას აქვს თავისი რაღაც გარკვეული საფუძვლები მე ვერ ვხედავ რა იმ საფუძველს რომ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იყო საქართველოში ეკონომიკური მეთქი შეიძლება განსაზღვრელი იყო ეკონომიკური თორემ ძვირიჯერა ხო მაგრამ თუნდაც იტალიის მაგალითი რო ავიღოთ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ევროპის ქვეყნებს თითქმის ყველას 1/3 თუ არა ძალიან დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ ხავს არჩეული თავის პარლამენტში ანალოგიურია იტალია ჩვენ პრაქტიკულად ადამიანის ფუნდამენტური უფლება არის ორი ერთი შენ აგირჩიონ და შენ აირჩიო და შენ აგირჩიო ესე იგი იმის უფლებაც წავართვით რომ არათუ ავირჩიოთ არამედ მან რო აირჩიოს არა უფლება არ წავართვით მაგრამ შეუზღუდვა იცით რას ნიშნავს მოდით ერთი ლოგიკურად ახლა
ეხლა ასე თუ ისე ელემენტარული მათემატიკა ყველა მეცით. 2 მილიონი ადამიანია ქვეყნის გარეთ. 1 მილიონი მაინც ამის ორგანიზაცია როგორ მოხდება? როგორ უნდა ჩამოვიდეს 1 მილიონი ადამიანი? საქართველოში, აი რა თვითმფრინავები, სოფლიოს ყველა თვითმფრინავი რო დავიქირავოთ, ჩამოვიყვანთ ერთი კვირის განმავლობაში და წავიყვანთ უკან. ხო, მაგრამ ეს არ არის აკრძალვა იურიდიულად, ეს არის შეზღუდვა. აკრძალვა შენ რო ჩამოხვიდე საქართველოში, მაინც არ შეგიძლია ხმის მიცემა. ეგრე არ არის. შენ გეუბნება რომ იცი რა, უცხოეთში ვერ მიცემ ხმას. საქართველოში უნდა ჩამოხვიდე, იქ სადაც ახლა რეზიდენტი. თავარი რამეა დარღვეული, მადლიერების გზნობაა და. ნუ ახლა ადამიანები, რომლებმაც გადაარჩინეს ქვეყანა. და დღესაც ინახავენ. ადამიანები, რომლებმაც თქვათ აი საკუთარი სიცოცხლის ფასად, მონური შრომით ბევრი, ხა თქვენ მაინც დიდი ხანია ხართ და თქვენ ეკუთვნით იტალიის ინტელიგენციას, მაგრამ თქვენ ხო ხედავთ ადამიანები როგორ ცხოვრობენ ჩვენი ქუჩაში არიან და იქეთ აგზავნიან ფულს გადაარჩინონ. ეხლა ვინმე იტყვის რომ რატომ მიდიოდნენ? რა ვინ წავა აქედან რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური მდგომარეობა, ხო? ეხლა მე უამრავი ადამიანი ვნახე, ბეგი ბატონო, ამ ბოლო პერიოდში რო წავიდნენ, აქ ხელფასი თითქოს არ ქონდა ცუდი 1500-2000. გაგზავნა აგერ იმაში ავსტრიაში თავისი ისა რა ქვია როგორც იტყვიან ბიოგრაფიული რაღაც მონაცემები და წაიყვანეს და 3 და 4000 ევრო დაუნიშნეს. და წავიდა იქეთ, რატო გაჩერდება აქ თუ 4000 ევრო, ანუ 10000 ლარი იქ იქნება, რატო დარჩება აქ 1500 ლარზე? გამორიცხული. ინტელექტის განდევნა გასვლა ქვეყნიდან ყველა ქვეყანაში ხდება, ეგ ბუნებრივია. პროცესი ბუნებრივია, მაგრამ შენ ეს არ უნდა მოხდეს იმის გამო, რომ შენ ამ ინოვაციური ტექნოლოგიები ქვეყანაში თუ არ განვითარდა, თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. აი ამიტომ, აი ნახეთ ახლა მე აგერ ჩვენ თქვათ, აი ეს სიგნი არის, ახლა მე რასაც ვკითხულობ, მერაბ ბერძენიშვილი, რეზო ჩხეიძის და აი ამათი შექმნილია ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის. აქ რა გვიწერია ჩვენ, რომ ესე იგი მიგრანტებს უნდა დაგვიბრუნდეს სამოქალაქო უფლებები, სრულფარგლობის მოქალაქის შეგრძნება, შელახული ღირსება. ჩვენ არა მხოლოდ ამ არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რომელთა კონსტიტუციით თითქმის გარანტირებული ქონდა, არამედ ევროპული ქვეყნების დარად უნდა მოგვეცეს უფლება მაჟორიტარი დეპუტატები ავირჩიოთ იმავე წესით, რა წესითაც ისინი ირჩევიან სამშობლოში, თუმცა ამის იმედი ნაკლებად გვექნება, მაგრამ ხო სწორი მიდგომაა რა. თუ თქვათ, მაშინ მაჟორიტარული არჩევნები იყო, ქუთაისში ვირჩევდით პირობითად ვამბობ 50000 კაცზე ერთ დეპუტატს, თუ 50000 ქართველი დადგებოდა აღრიცხვაზე იტალიაში, იმ 50000 კაცსაც ქონდებოდა ესაა ევროპული მოდელი, რომელიც არ გვინდა. აქ იყო მეორე რამ. შეხედეთ რომ ქართველი და აფხაზი დაბადებისთანვე საქართველოს მოქალაქე იყოს, ესე იგი, ანუ დააკვირდით რამს ვაყალიბებ ჩვენ ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც დაიბადა იქ, ეხლა ვთქვათ იტალიაში. ბავშვი დაიბადა 20 წლის წინ, წასულია ხო 20 წლის წინ. 20 წლისაა და საქართველოს მოქალაქეობას არ აძლევენ. ნახევართურქეთს წარმოუდგენელი. მაგაზინო მე გეუბნებით რომ ბოლო პერიოდამდე სირთულეები ხო იყო ძალიან სერიოზული არა? იყო. ეხლაც არის მოქალაქეობის დაბრუნებაზე და ესეც უნდა ვთხოვოთ. არა, ახალდაბადებულებზე პრობლემა არ არის. მოქალაქეობის დაბრუნებაზე. მოქალაქეობის დაბრუნებაზე კი არის ძალიან დიდი ბიუროკრატია. რატო უნდა იყოს? არ უნდა იყოს. ის თბილისშია დაბადებული. იმან ვინც 30 წელი თბილისში იცხოვრა, მერე ერთი თვე აღარ გახდა ქართველი, ეზღუდება ამ ხელას. მერე უნდა რომ დაიბრუნოს მოქალაქეობა და ამისათვის 30 წელის დოკუმენტაცია უნდა შეავსოს. გასაგებია, მაგრამ შეხედეთ ახლა იგივე, თქვათ აი ამ ცნობილმა მამულიშვილებმა და მოღვაწეებმა რა დაწერეს. საქართველოს მოქალაქეების მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში პიროვნებას არ უნდა ჩამოერთვას თავდაპირველი მოქალაქეობა, ვინაიდან ქართველი სადაც უნდა იყოს, ყველგან ქართველად რჩება, საქართველოს არ ხავს დასაკარგავი შვილი. აქედან გამომდინარე საჭიროა უმოკლეს ხანში პარლამენტის მიერ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების დამუშავება და მიღება. ეს კი არ მივიღეთ და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რახეთ რა იყო, ჩვენ მაშინ მოუწოდებდით და ვამბობდით ასეთ რამეს, რომ თუნდაც პრეზიდენტი რომ ამბობდა დიდი უფლებები არ აქვს. ჩვენ პრეზიდენტს მაშინ უთხრათ მეც ვიღებდი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და მე ვამბობდი რომ მე ვიქნები გარანტი ყოველი ადამიანის უფლებების დაცვის.
პრეზიდენტი არის გარანტი, თავისთავად არის ყველა ადამიანის უფლების დაცვის. ამაზე დიდი საქმე პრეზიდენტს არ აქვს, ესენი ვარაკეთებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ადვოკატი ხარ. საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს გარანტი იმის, რომ უცხოეთში საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ იგივე უფლებები იმ ქვეყანაში, რა უფლებებიც იმ ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ საქართველოში. აი დააკვირდით თქვენ თურქეთის მოქალაქეებს განუსაზღვრელი უფლებები აქვთ. ჩვენ ქუთაისის ქუჩაზე არ გვიშვებენ დროშით და მამაოს არ უშვებენ ბათუმში ანაფორაში. ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე ბათუმში თურქული მაღაზიებია და აბსოლუტურად მაღაზიაში ქართული პროდუქტი არ დებს. რო შევედი ჩვენ ვეუბნებით რომ კი მაგრამ მოგვეცით ბორჯომი რაიმე არა, აქ ყველაფერი თურქული არის. ვეუბნებით რატო აკეთებთ ამას? რატომ აი ესე წარმოიდგინეთ და უფრო მეტიც კიდევ იყო თავის ძროზე ხელის მოწერა. სააკაშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა იმისი რომ სამი თვით რომ იყო თქვა ჩვენი მოქალაქე ჩავიდოდა იქ 3 თვის მერე უნდა და მე შეიცვალა ეს და ითქვა რომ განუსაზღვრელი ვადით უნდა ყოფილიყო. თურქეთმა შეცვალა სამხრივად და ნახეთ რა გააკეთა ამაზე მეტი დამამცირებელი რა უნდა იყოს რომ საქართველოს მოქალაქე ჩასული იქეთ 3 თვის მერე ან უნდა დაბრუნდეს, მაგრამ არ ბრუნდება 4 კატეგორია. ვინ არის ეს? ვინც ემსახურება სახში, შინამოსამსახურე ვინც არის? ვინც არის მრეცხავი სასადილოში და სასადილოში, ვინც არის ქუჩების დამგველი, გაგვამასხრეს პრაქტიკულად, ხო? და ვამბობთ იმას, რომ კი მაგრამ უშველეთ ამ ხალხს კაცო. რატომ თურქი ჩვენთან იმაზე მეტი უფლებით სარგებლობს, ვიდრე თურქს თვითონ აქვს თავის ქვეყანაში უფლებები. კი მაგრამ შენ აქ რატო აკეთებ ამას? ეს ჩვენთვის იმას არ ვაცხენინოთ, ჩვენ ვერ აღნიშნეთ დიდგორის ეს ნაციონალური თავმოყარეობის დეფიციტია ბატონო. რომის 900 წლის და ვერ აღნიშნეთ. აუკრძალეს. იმის გამო რომ და აგერ ირანმა რა გააკეთა საქართველოში და ამ ირანის დამცველები არიან უამრავი ლანძღავენ ამერიკას. მე ომის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ლანძღავენ ამერიკას, ლანძღავენ ევროპას და ისრაელს 410 წელი ქართველების გენოციდი ჩასახლების, ირანში ჩასახლების 410 წელი პრაქტიკულად გენოციდი მოგვიწევს. აქედან ესე იგი ცხრებივით გარეკეს ქართველები და ჩაიყვანეს იქეთ და ამის 410 წლის თავს აღნიშნავს საქართველოში ირანის საელჩო, ამას წერს მოსაწვევ ბარათში და ამას ესრება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამას ესრება სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მისი მონაწილეობა ჩუბინიძე პრაქტიკულად ნიშნავს ივანიშვილის მონაწილეობას. ეს ტარდება ყველაფერი პარაგრაფში, ბიძინა ივანიშვილის აშენებულ სასტუმროში. ამას რო გვაკადრებენ და ამაზე ხმას ვარ ვიღებ და ძალიან ბევრი ვინმე აი მეწერა უარესიც ბატონო თემო არ გახსოვთ კაცო სუსის უფროსი ამერიკაში იყო იქ სერიოზულ მოლაპარაკებებზე უმაღლეს თანამდებობებზე და აქ ირანის დროშა შეხებეს იმავე პერიოდში ისო ანზა უпроსტორად ქართული თბილისის ანზა ირანის დროშით. ეს არის შანტაჟი პირდაპირ. თან საშიში შანტაჟია. აი იცით რა არის ხო? მე უმცირესობაში ვიქნები ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ ვიმეორებ რომ ადამიანები რომლებიც მე როდესაც არც დედის და არც მამის ხევ პარტიისებრი არ ყოლი არავინ. აი მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობა იყო თქვენ ამ შემთხვევაში მის იყავით და ზვიად გამსახურდიას სიით იყავით პარლამენტში და ვებერთელა ფიგურა იყავით ბატონ თენგის უამრავი ადამიანი აი ჯონდი ბაღათურია და ესენი გვივარდებოდნენ კაბინეტებში და გვედახდნენ თქვენ რუსებო და მე მეცინებოდა ამას და ვამბობდი ბიჭო დრო ისტორია ყველა ეს ხალხი დღეს აკებს და ადიდებს რუსეთს და ვამბობდნენ რომ ნატო გვინდა ამერიკა გვინდა ჯო მაშინაც ატყუებდით ხალხს მაშინ გინდოდათ რომ რაღაც ავტორიტეტი მოგვიპოვებია დღეს თუმცა ესენი ძალიან მცირე უმცირესობაში არიან ბატონო ამ ხალხს შეხედავთ ქვით კი უმცირესობაში ძალიან მცირე უმცირესობაში არიან მაგრამ დიდ გავლენას ახდენენ დღეს უამრავ ადამიანს უდევს თავის გზაიცე სკოტ რიტერის მიმართვა ქართველებისად. ჯერ არის თუ არა სწორი ეს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაგრამ სკოტ რიტერი არის ვინ? რუსეთის მკადაგებელი. და იგივე კედმი და ბევრი ვინ ერთი 100-მდე კაცია, რომელსაც ამაში მე ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. ამ შემთხვევაში ის ადამიანები იყიდებიან, ფულს აკეთებენ და ეს ბიზნესია. ამერიკის კონგრესში შეიძლება იყიდო თქვათ კანონი. და ეს დაშვებულია იქ, ახლა ჩვენ ამას ვეგუებით, არ ვეგუებით, სხვა რამეა, მაგრამ მე ამას კი არ ვლანძღავს სკოტ რიტერს, ამას რომ დებ და მიმართვა არის
საქართველოს მოსახლეობისადმი და შეხედეთ ეხლა რა მიმართვა არის და ყველა წერს რომ ეს სამწუხარო სიმართლე. ამას ლაპარაკობს პრაქტიკულად სულით და გულით რუსი. და გეუბნება რომ ამერიკა არის გაფუჭებული ქვეყანა, ცუდი ქვეყანა. რა თქმა უნდა ამერიკამ მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრ რამეზე თავი მოიჭრა. ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ ამერიკის გარეშე და არც მსოფლიო არ არსებობს და მეორე ყველაზე ძლიერი ქვეყანა. აიღუპებოდა, მეცაც ვიტყვი. რაში გვაწყობს ჩვენ დღეს ან ამერიკის, ან ევროპის დაზღვა ვერ გამიგია, ადამიანურად ვერ გამიგია რა. ეს ხედავთ რას ეს რა პოლიტიკურად გაგიგიათ ბატონო. ამერიკელს რა უთხრა, ამერიკელს რა უთხრა, ხა რას წერს ეს პიროვნება. მიმართავს ქართველებს თქვენ სრულ იმედებით ჩაგინერგეს. ამერიკა არ აპირებს თქვენთან ცხოვრებას საუკეთესო პირობების შექმნას. ჩვენ მხოლოდ იმისთვის გჭირდებით რომ ჩვენს გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს რუსეთს მის საზღვართან ცეცხლის კალი შემოვავლოთ უკრაინიდან ყაზახეთამდე და ძალიან დავასუსტოთ რუსეთი და წავაქციოთ და ამაში თქვენი მონაწილეობა უნდა მხოლოდ ესე იგი ამოდებულია ამერიკა მიწაში და ესე იგი დაიცავს რუსეთს ამას დებენ ქართველები თავიანთ გვერდზე. ბატონო თემურ ხდება ეგეთი არა მე იმას კი რო ხდება აგერ არის მაგალითი მაგრამ მე იმას გეუბნები რომ აი ამას რო უსმენენ ადამიანები ხო აი ეგ არის აი ყველაზე ცუდი ეგ არის აი ამისი ჩემი მეგობარი იყო მეგობარია ერთად ვიყავით ამერიკის საელჩოში ბატონი ვალერი კვარაცხელია ესე იგი დღეს მაშინ როდესაც პარტბილეთების ის იყო და ამბობდა რომ კომუნისტები და ამოდო მიწაში მე იმასთან ერთად რა ქვია გოგუაძესთან ერთად ესე იგი იმას წითელი პარადი გამართა და მე თქვენს რომ კომუნისტურ პარტიაზე უკეთესი არაფერი ყოფილაო დღეს ახლა გამოდის ეს პიროვნება ხომ გასაგებია მე ამაში ცუც ვერ ხედავ ის კიდე სხვებისგან განსხვავებით ის არის რომ ის პირდაპირ ამბობს რომ მე რუსული პოზიციის მომხრე ვარ და ამით უჭერს საქართველოს ხარსო აქვს ამის უფლება რომ ეს გააკეთოს მაგრამ მე თვითონ რატო უნდა მაწყობდეს დღეს ის პიროვნება რიგით ქართველს რატო უნდა მაწყობდეს რომელიც ლანძღავს ამერიკას და რუსეთისა ან ლანძღავს ესე იგი რუსეთს და ამერიკისა ბატონო თემო თქვენ მაგას მეგობარს უწოდებთ თუ ყოფილ მეგობარს არა ნუ ახლა კიდე ერთხელ ვიმეორებ ახლა აი ცოტა გაუგებრადა თქვენ ესე თქვენი პრინციპების კონე ადამიანს ცოტა მეხამუშა მაგაზე მძიმე ისეთი მძიმე რამე ვთქვი რომ ამით შევარბილე რაღაცა წარმოგიდგენიათ ახლა მე ჩემს ერთ მართლაც უსაყვარლეს პიროვნებასთან ამისი კამათი მქონდა რომ თავის გვერდზე მქონდა დადებული მე 1000%-ით მართალი რომ თქვას თუ მე ვიცი რომ იგი ამერიკისაა მე არ მჯერა მისი ნალაპარაკები რუსეთთან დაკავშირებით და თუ ვიცი რომ რუსეთისაა მე არ მჯერა მისი ნალაპარაკები მე გვეუბნები რომ ბიჭო შეიძლება რომ ამერიკას ნაკლი არ კონდეს ან შეიძლება რუსეთს ნაკლი არ კონდეს ვინც ამერიკის და დაფინანსებულია ამერიკის ნაკს ვერ ხედავს და ვინც რუსეთიდან დაფინანსებულია ესე იგი რუსეთს ნაკს ვერ ხედავს ან ვერ ხედავს ან არ ხედავს აი ეხლა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რა ანუ ეხლა ამაზე როცა არის ამერიკა უდიდეს შეცდომა რაცაც რუსეთი უშვებდა საბჭოთა კავშირის იგივე საკეთებს ამერიკა დღეს ამერიკა რა ხალხსაც ეხნობა საქართველოში ეს არის განადგურება ამერიკის ავტორიტეტის მე გეუბნები ახლა გვარები შემიძლია დაგისახელ ვერ ხვით აქ თავისუფალი სტუდია ბატონო თემო მე მიმყავს გადაცემა და სრულ იმას გავს მეც იმის ვარ ჩემ თვითონაც ვიცი და მე იმის კი არა ვარ თუ დაუშვათ საქართველოში რამდენიმე პოლიტიკოსია მათ შორის პოლიტიკოსი არის ბოკერია მაგრამ ეს არ არის ქართველი პოლიტიკოსი მაგრამ აი როდესაც შენ ამერიკა უბრალოდ ეროვნული პოლიტიკა ხო ნუ შენ როცა ეყრდნობი ბოკერია როცა შენთვის თავარი რა ჩორგოლეშვილიც ხო არის რა თქმა უნდა ისიც რომ არის როცა უსუფაშვილია შენთვის თავარი მისი მეუღლეა თავარი მე ვიწყებ უკვე და რა 9 აპრილს კომპარტიაში იყო შესული ბატონო თემო უსუფაშვილი 9 აპრილს კი არ იყო შესული 9 აპრილის მერე მე 9 აპრილამდე ბევრი ვინმე იყო 9 აპრილს მუხრან მაჭავარიანმა თქვა ერთხელ რომ მეც არ გადამიგდია პარტბილეთზე რომ იმიტომ კი არა პარტია მიყვარდა ჩემი ბიოგრაფია ესო და მე ყოველთვის ქართულ საქმეს ვაკეთებდი მე ასეთ კაცებს პატივცემ ზვიად გამსახურდიასთან მეორე ნომერი იყო უახლოეს ბატონი მუხრანი მისის მიშვილი ყავდა აქ სტუდიაში აი ახლა კედმი რომ გამოდის რა ნუ კედმი ებრაელი გასაგებია ახლა სტალინის მიმართ
განამ ტყუილს ამბობს, მაგრამ ესე იგი სტალინმა შექმნა ისრაელი, აბა ვიშე. პუტინის ის არის, რა ქვია, უბრალოდ ეს ადამიანები იმ პუტინსაც უბრუჭებენ ავტორიტეტს. არ ჯობია რომ კედვი ზოგიერთ ისეთ რამეს ამბობდეს, რომელიც თქვა ობიექტურობის კენაა რა ვიმართო. ესე იგი ამერიკა კედმისთვის ყველაფერში ცუდია და რუსეთი ყველაფერში კარგია. ან პირიქით კიდევ რა არიან ზოგიერთი. ბატონო თემო, ახლა გთხოვთ ამ საკითხებზე დროებით დაუზავდეთ, რომ ბატონ ბეგისთან მინდა, იმიტომ რომ ისეთი წარსულის ადამიანია და დღევანდელობასაც სწორედ უყურებს, რომ მინდა რამოდენიმე შეკითხვა. აი კი ხედავთ ახლა რა მდგომარეობაა ამიერკავკასიანს არ არის მოქცეული. ახლა სომხეთმა და აზერბაიჯანამ კაფიოდ დაიჭირა დასავლური ვექტორი, ისე რომ ერევანში და იმაში სომხეთი დარწმუნდა ერთი იმაში, რომ 300 წლიანი რუსული ასე თქვათ ურთიერთობა მიიყვანა კატასტროფამდე ეს ქვეყანა და აქამდე თუ ინარჩუნებდა და კავკასიის ჟანდარმი იყო სომხეთი პირდაპირ ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც ეს უნდა ვთქვათ რა მოეწყინება თუ არ ეწყინება სხვათა შორის ივანიშვილი რო ჩამოვიდა პირველად თქვა რომ სომხეთი მისაბაძე არის ხო გახსოვთ მაშინდელ სომხეთი დღევანდელზე კი არა ამის შემდეგ თქვა რომ იქ ევროპასთან ესენი უნდა იყოს ინტეგრაცია ზანგეზურეს ესენი აზერბაიჯანთან დაზავება მოხდა უზარმაზარი ესენი მოხდა ხო გარღვევები ძალიან დიდი და ფაქტიურად რა ამიერკავკასიაში ხოევით სამხრეთში სომხეთი და აზერბაიჯანი ტანდემი ჩვენ გველოდებიან დასავლური მხარე სამხრეთი იქნება თუ ჩრდილოეთი და იტალია ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ იტალიაში უკვე რამოდენიმე ესენი გაიყიდა აზერბაიჯანის სოკარმა იყიდა ძალიან ბევრი ესენი ეს ცნობილი ის არის და დიდი დასახლდანი და დიდი კაპიტალი და ფაქტიურად უკვე ალიევზეც თვალს დახუჭავენ ესენი და ალიევზე ბევრად უარესებზე ეს კარგად ვიცით ახლა მე თქვენთან ეგეთი შეკითხვა გვაქვს როგორ ჩანს ეს ყველაფერი აი ამ კონტექსში მე ჩემი პოზიცია აქვს რა თქმა უნდა ძალიან კაფეო დიდი ხნის ჩამოყალიბებული მაგრამ თქვენიც მაინტერესებს რამე თუ ამხელა ისტორია გაქვთ კონკრეტულად ამ ქვეყანასთან მიმართებაში როგორ წარმოგიდგენიათ ეს ურთიერთობა ოქროშუალედი როგორ უნდა იყოს როგორ უნდა ავაწყოთ ამათთან ინტეგრაცია ეს დავღუპელი პოლიტიკა რაც ახლა წარმოებს ეს ახლა ხუხულასავით რო დაინგრევა ხვალდაზე ვეცვი ამას ვერ ხდება უსურვებ არ მინდა ახლა ესეთი სიტყვები ვიხმარო წარმატებას განსაკუთრებით ფსიქიურ თვალსაზრისით და მინდა აი თქვენი შეხედულება რა აი გამოთქვა რომ ოპტიმალური ზეპარტიული მარადიულ ფასეულობებზე და ქვეყნის სტრატეგიულ და სუვერენულ უფლებებზე დაყრდნობით გთხოვთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი საზრით ხა ფაქტია რომ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე უფრო პრო ევროპული ყოველთვის ასე ტრადიცია ჩვენი კულტურა პირველი ევროპელები ჩვენაა კონსტიტუცია ბატონო ბეგი ჩვენ მივიღეთ როგორცაც და კონსტიტუციაც კი არ დათმო კაპიტულაცია არ გამოუცხადებია იმ ჩვენ მთავრობას რომელიც საფრანგეთში გაიქცა ემიგრაციაში წავიდა ესეც ნიშანდობლივია რასაკვირველია ახლა ცნობილი იყო ყოველთვის რომ ამ მოზაიკაში კავკასიურ მოზაიკაში ყოველთვის სომხეთს პრორუსული პოლიტიკა ჰქონდა მაგრამ ყარაბახის შემდეგ დიახ ცოტა შეირყა მაგრამ პოზიცია არ შეცვლილა მიმართულება არ შეცვლილა აფხაზ აზერბაიჯანი მოგეხსენებათ რომ აზერბაიჯანი იყო უფრო ძალიან მობილური აზერბაიჯანის ნეიტრალიტეტია გამოცხადებული. ხო, არა. ოღონდ თურქეთთან პირდაპირ როგორც ისრაელსა და ამერიკაც აქვს დადებული ხელშეკრულება ომის ჩატარების შემთხვევაში ამერიკა პირდაპირ ერთობა ისრაელის სასარგებლოდ, იგივე ხელშეკრულება აქვს თურქეთს და აზერბაიჯანს. იმდენად რამდენადაც ევროპას ყოველთვის დიდი ინტერესი ჰქონდა აზერბაიჯანის მიმართ, ამ ინტერესს აზერბაიჯანი რუსეთთან ურთიერთობით აბალანსებდა. ისე რომ ყოველთვის ცდილობდა რომ რაღაც მაგრამ ყარაბაღში ეს არ გამოუვიდა. ნეიტრალური მდგომარეობა არ გამოუვიდა. ნაგორნო ყარაბაღმა ცოტა არიან ბუნებრივია. ცოტაო ბატონო ბეგი ლიბერალური დათქვამია. ესეთი მდგომარეობა. მაგრამ დღეს ხა მიხვდა
სომხეთი ჩემის აზრით რომ ასეთი ტენდენციური აშკარა გამოხატული პოლიტიკა ის როგორიც არ უნდა იყოს აშკარად პროდასავლური ან პრორუსული მომგებიანი არ არის. დღესდღეობით ჩვენ რეგიონში ჩემის აზრით ყველა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ვერც ერთ კოალიციას ამ სამ დიდ გაერთიანებას ისრაელ, ამერიკის, რუსეთ, ჩინეთ, ინდოეთის, აღმოსავლეთის გაერთიანებას და ევროკავშირის აშკარად პრო ურთიერთობა მომგებიანი არ არის. არც ერთის წინააღმდეგ წასვლა ბუნებრივია არასდროს არ იყო პოლიტიკისთვის მომგებიანი, მაგრამ დღესდღეობით ჩემის აზრით აუცილებელია და ამიტომ მიიღო ჩემის აზრით გადაწყვეტილება სომხეთმა რომ გაანელოს დასავლეთთან ურთიერთობით თავისი შეხედულება პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. გასაგებია თქვენ ესა ძირითადად მივიღე ეს თქვენი ხედვები ანუ მე და ჩვენ რა გაგრძელება ეს მინდა კიდე დავაზუსტო ეს სომხეთის ხარე ეს ერთი იყო როგორც ასეთი მე ამას შესახებ კიდე ვიტყვი მინდა თქვენ გამოთქვათ რა ინტეგრაცია იმის გათვალისწინებით ეს ზანგეზური რო არის ამერიკა რო ჩადგა შუაში და ეს მოსისხლე მტრები რომელიც თითქმის 2 საუკუნეა კაცო ომობენ ერთმანეთთან პირველი მსოფლიო ომამდე იყო ეს პრობლემა ახლა კი არ დაწყებულა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისა და გენოციდი სომხური ახლა არ მომხდარა მოხდა 1914-15 წლებში როგორც ასეთი მე მაინტერესებს ამ შემთხვევაში მაგათი ვითარება გამოკვეთილია უზარმაზარი 10 მილიარდიანი ინვესტიციები უკვე ჩადებულია ამ იმაში მინიმუმს ვლაპარაკობ ჩვენ სადა ვართ როგორ უნდა მოვიქცეთ და ის აზერბაიჯანის და იტალიის ურთიერთობაც რო გითხარით ჩვენ რა პოზიცია უნდა დავიკავოთ რომ არ ამოხდეთ აქედან და სრულ იზოლაციაში არ აღმოჩნდეთ ჩვენ რაც ძალიან მეშინია. ნუ ჩემის აზრით უნდა წარმართოთ ისეთი პოლიტიკა, რომ ამ სამივე გაერთიანებასთან ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა. ანუ დაბალანსებული ხო? დაბალანსებული. განსაკუთრებით ხაზი მინდა გავუსვა ევროპასთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ჩვენი საბოლოო მიზანი მაინც ჩვენი ბედი ევროპა, რამდენადაც როგორც გეოგრაფიულად, ასევე კულტურულად, ანატომიურად, ფიზიოლოგიურად ევროპელები. კი ბატონო. ამდენად ჩვენი ფასეულობით რაც ფასეულობით ვარ. ღირებულებათა სისტემა. მაგრამ ეხლა ვიქნები ცოტა ესეთი ცუდი ბეგი. ისტორიულად გადავხედოთ ევროპამ რამდენჯერ თვალი დაგვიხუჭა რომ არა ვთქვა ზურგი შეგვაქცია იყო ეგეთი შემთხვევები რამდენჯერ არასწორი ნაბიჯი გადადგა რამდენჯერ ჩვენი თხოვნა მუდარა მათ შორის საკუთარი ინტერესების დაცვა ამ რეგიონში დიახ რასაკვირველია თავი რო დავანებოთ ქრისტიანულ საზღვარს ამ ბოლო პერიოდში ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენჯერ კატასტროფული იცით რა ეხლა ბოლოს კი პატარა ბავშვები არა ვართ მაგრამ კი არ უნდა გავბრაზდეთ მაგრამ რაღაცა ჩვენ ბრაზი ურთიერთობაშიც არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს რაღაცა ჩვენ უმეტეს სახელმწიფო ჩვენც ვაჩვენეთ რომ ჩვენც გვაქვს ჩვენი ვისაც არ უნდევართ ჩვენ იმ კარს ნუ შევაღებთ ბატონო ბეგი იცი რას ვიტყვი თქვენ ეს თუ ცოტა სხვა ჩავეჭერეთ მინდა ესეთი რაღაცა ვთქვა რა დღეს პოლიტიკა საერთოდ ჩემი აზრით გავს სპორტის სახეობას გამოკვეთილ დედოფალს ფეხბურთს სადაც მომენტები იქნება ვინც იყენებს მომენტებს
ის არის გამარჯვებული. ფეხბურთი არ არის მარტო რომანტიზმი და სილამაზე, ეს არის ტაბლო, სადაც შედეგები იწერება და ეს ამას განსაზღვრავს მომენტების შექმნა, რომელიც უნდა გამოიყენო. ახლა რაც არის დამეთანხმებით მე მგონი, ახლა ძალიან კარგი ვითარებაა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ წინა იმაში რატო დავზარალდით და პირველ სოფლიო ომზე რატო აღმოჩნდით ძალიან წაგებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად რა იყო? ეს იყო ანგლო-საქსების და გერმანელების გლობალური დაპირისი გადმოტანილი ლოკალურად ამ რეგიონში და სწორედ ამას შევეწერეთ ფრანგებიც ანგლო-საქსების ხარეს იყოს, რია თქვათ, ეგრე იყო და მოხდა გერმანელებს ფაქტიურად გვაიძულეს დამოუკიდებლობის გამოცხადება, როგორც ასეთი ეს დიდი ფაქტი იყო და სწორიც იყო, როგორც ასეთი, მაგრამ ჩვენ შევეწერეთ იმას, რომ წაგებულის ხარეს აღმოჩნდით. საბედნიეროდ ახლა არის უნიკალური შემთხვევა მინდა გავაგებინო ამ ხალხს და შევახსენო უფრო სწორედ და თვითონაც იოლად მიხვდებიან. ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც სამი ზემძლავრი ქვეყანა ამ რეგიონში კი არა გლობალურადაც საფრანგეთი, ინგლისი და გერმანია გაერთიანებული არიან და განსაკუთრებით აი ამ რეგიონში. პირველი შემთხვევა, როდესაც მათ ომი არ აქვს, არც იდეოლოგიური, არც ჭtildeოვანი, არც ღია და არც იდეოლოგიური და არც არანაირი. ამიტომ ამ შანსს უნდა გამოყენებოდა ფეხბურთი და მომენტები, იმიტომ ვახსენე როგორც ასეთი, მით უმეტეს ახლა ამერიკაც მაგათ მხარეზე ედგას და მთელი რეგიონი ისინი. რა თქმა უნდა, ილუზიებიდან შორს უნდა ვიყოთ, ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვეპაროს როგორც ასეთი, მაგრამ ეს ფაქტი, რომ შემდგარი ფაქტია, მე ამას მოგახსენებთ. როგორც კი პოლიტიკაში ჩემის აზრით ძალის ფაქტორი ჭარბობს გონებრივ ფაქტორს, მაშინ უკვე საქმე ცუდად მიდის. კი ბატონო. და სამწუხაროდ დღეს ასეთი სურათი დღეს საერთოდ კატასტროფაა ჩვენთან, ჩვენ ელემენტარულად ბატონო დიაბზანეთ. მოდის გიხდით, დღევანდელი ევროპული სტრუქტურა თავისი პოლიტიკური სპექტრით სამწუხაროდ ჩვენი სასარგებლოდ არ არის. დაწყებული მის ლიდერიდან დამთავრებული უბრალოდ მოწვეულ ექსპერტების. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ირანის დროშა აფრიალო და აითოლების იმაზე ჩახვიდე და სიკვდილი ისრაელს და ამერიკას იმათ ხარეზე დადგა, ეს ახლა რა თქვია ამას, მე მგონი გასაგებია და ეს ხალხი, რომელიც უცხო სხეულია, უმტკივნეულოდ უნდა ჩამოაცირო მართვის ბერკეტეს. ეგრე ჩემის აზრით არ არის საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. არის რაღაცა ესეთი ანომალია. ანომალია. და აითოლების წარმომადგენლები და უნივერსიტეტში ისრაელს და იმ სიკვდილი ისრაელს და ამერიკას გაიძახიან და ამაზე ერთი პიროვნებაც არ არის დაკითხული, დაბარებული, მათ შორის საკუთარი მოქალაქე. იტალიაშიც ეგრეა, გუშინაც მოხდა რომში. მოხდა და ძალიან ცუდი, როდესაც ამაზე სწორი რეაგირება სამართლებრივი არ არის. სწორი რეაქცია. ბატონო თემო, მე ახლა თქვენ ოჯახობაც აკავთ იქ იტალიაში, მე დეიდაშვილი მყავს გადასარევი ქალბატონი მარინა ყურცკაია ბავშვობაში ერთად გაზრდილი იტალიაში მზადდება, მუშაობს აქ ოჯახსაც უვლის და ეს ადამიანი უნიკალური ადამიანია და დიდება მას და მის სახით მივესალმები ყველა ყოფ ადამიანებს, გამგეს, რომლებიც ინახავენ ამ ქვეყანას უნდა. მე ახლა თქვენი ესეც მაინტერესებს, ანალოგიური შეკითხვა მინდა დაგისვათ. აი, თქვით რა ახლა იქ გერმანია, საფრანგეთი და ანგლო-საქსები ერთად არიან. იქ აზერბაიჯანმა, იქ იტალიაში სოკარმა უზარმაზარი აუზი გახსნა, ასე ვთქვათ. აქ იხედავთ ეს ანგეზურეს. ჩვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მით უმეტეს ახლა შვილის გადმონაცემი და მამის გული და ეს ესეთია კიდე პოლიტიკის გარდა და როგორც პოლიტიკოს და როგორც მოქალაქეს გეკითხებით, როგორი კონკრეტული ნაბიჯი უნდა დავიკავოთ, კონკრეტული ნიშნავს მოქალაქეობრივ, იდეოლოგიურ, კულტუროლოგიურ, სამხედრო თუ ასე შემდეგ, აი ამ კომპლექსური საკითხების გათვალისწინებით და ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რა პოზიცია და ნაბიჯები უნდა გქონდეს იტალიასთან და დასავლეთის აი ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანასთან მიმართებაში. ჩემ პასუხი არის ერთი წინააღმდეგობით თუ ვიტყვი ასეთი, რომ აი ეხლა ჩვენ გვჭირდება დავით აღმაშენებლის გონება ჭვრეტა. დავით აღმაშენებელმა გეოგრაფია, აქცია, პოლიტიკა. გეოპოლიტიკა. ეს უნიკალური რამე. მართლა უნიკალური. დავიტოვა ჩვენ უნიკალური რა. დღეს ჩვენ როცა ვლაპარაკობთ, კარგად არ არის გაცნობიერებული, რას ნიშნავს
მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანუ უფლის ქვეყანა. ესე იგი, ამ ქვეყანას აქვს სხვა ფუნქცია. სხვა ფუნქცია აქვს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. ეხლა მაშინ როცა კითხულობდით, ეხლა მე მაშინაც როცა მქონდა შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან, ამაზე მქონდა ლაპარაკი, რომ ის ციგნი რო წავიკითხე, საქართველოს სულიერი მისია და მქონდა. აი რაღაც მაშინ ზოგიერთ ვინმეს გვეჩვენა, ეხლა ჩვენი ასაკის სხვაობა დიდი იყო, თქვა გამსახურდიასა და ჩემ შორის და რაღაც ისინი, მაგრამ მაინც გვეჩვენება, რომ თითქოს აი რაღაც დაჭარბებული. ხო არ აჭარბებდა, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება. წუნდები იმაში, რომ ილია ჭავჭავაძე მართალი იყო, მით უფრო წუნდები იმაში, რომ თუნდაც დავით აღმაშენებელი მართალი იყო, მით უფრო წუნდები იმაში, რომ ახლა ბატონი ბეგი საუბრობდა, თამარ მეფემ ზესახელმწიფო შექმნა ამ რეგიონში რომელ საუკუნეში, ქალმა. ზესახელმწიფო ქიო. სალადინის დროს. სალადინის და რიჩარდ ლოგულის. რაუმები გადაიტანა და შიგნით რაუმები გადაიტანა და გარეთ რაუმები გადაიტანა. ანუ ჩვენ გვყავდნენ მეფეები, რომლებმაც გააცნობიერეს, რომ ჩვენ რატომ გვქვია მარიამ ღვთისმშობლის ქვეყანა და როგორ უნდა ვაქციოთ გეოგრაფია პოლიტიკად. ეს იყო მთავარი ამოცანა. მე ვეთანხმები. სულიერი მოძღვრებები ყავდათ უმაღლესები. ბატონ ბეგის ვეთანხმები იმაში, რომ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ სიფრთხილე არ გვაწყობს მარტო თუ გაბედულადაც არ ვიმოქმედეთ. უნდა იყო ფრთხილი, მაგრამ გაბედული. დღეს არის ჩვენ დღეს აი კმაყოფილდებით იმით, რომ ვაი ომი არ არის. აი ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ, არა და ომი საქართველოში არ აწყობს არ არის. აი რომელიმე მითხარით. რატო უნდა აწყობდეს ომი რუსეთს? მისია საქართველოში ენერგეტიკა, ხესები მისია. აი აგერ თბილისში წყალს რო ვიღებთ სახში, ელექტროენერგიას ვიღებთ. იქიდან არის. ის ფული რუსეთში მიდის. რუსეთში მიდის ფული, გაზს ვიღებთ რუსული კომპანია, წყალს ვიღებთ რუსული კომპანია. ხესები ყველაფერი არის მისი. დიდი გადაცემის ის ხემურ ალასანის ხელდასმით გაკეთდა ეს. კი ბატონო, მაგრამ მოდი ახლა ჩვენ რეალურად აი რომ გავყვეთ ამ. მე კონკრეტული შეკითხვა დაგესვა. არა, გესმის და ამიტომ გეუბნები, რატო უნდა აწყობდეს, თქვათ ვინმეს ომი, რატო უნდა აწყობდეს ამერიკას ომი? არ აწყობს. იმიტომ რომ დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის ჩვენ ჩები დღეს, როდესაც რუსეთის პრობლემა ესე წავიდა და აი ნახეთ, ტრამპმა რა გადაწყვეტილება მიიღო, ერთი თვით მოუხსნა რა, ანუ ისინი, იმიტომ რომ სანქციები მოხსნა იმის გამო, რომ ბაზარზე შეიქმნა რთული მდგომარეობა და რუსეთს პრაქტიკულად გაუხსნა გზა აგერ და როგორც ჩანს მილიარდობით ფულია, რომელიც შევა ბიუჯეტში შევა. აი ჩვენ დღეს ერთი რამის პოლიტიკა რა არის? პოლიტიკა არ არის ინტერესი. ინტერესი და ზედება იწვევს მოძრაობას. ინტერესი აი თუ დღეს საქართველოში აი დავსვა და სამი კაცი რო ვარ დაგედა ვინმე მითხრან დაგვიშვას კითხვა რომ რა არის ქართული ინტერესი სხვადასხვანაირ პასუხს გავცემთ და სამივე მართალი იქნება მაგრამ არსებობს რაღაც აი ამ წიგში არის პირველი მცდელობა თავის თავთან იქნება მართალი თორე შეიძლება ზოგადად არ იყოს ამ წიგში წერია რას ნიშნავს ქართული ინტერესი მე არ ვამბობ რომ ეს სრულყოფილია მაგრამ ჩვენ დღეს გვჭირდება რატომ შეიქმნა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა იმიტომ რომ ჩვენ ვთქვით მაშინ ერთად ვიღებდით და გავეთ აღმაშენებლეს სულ ახლა ხან გენერაცი მეცნიერება და აკადემია ბატონო და ჩვენ ვთქვით რომ არის რამდენიმე საკითხი რომელშიც უნდა შევერთდეთ სადაო რომ არ არის საკამათო რომ არ არის წეგან მე ერთი ავიკითხე და აი ხო ნახეთ ახლა დღეს გამოდის ძალიან ბევრი და ლაპარაკობს აი ეს და ჩვენ ბატონო თემა დრო ცოტა გვაქვს ისე არა გვაქვს რატო მეორე საათი ხო გწელდება თქვენ კი ხო და ამიტომ მე რატო არ გინდა რომ გონია რომ პატარა მერე შესვენება გულა რა გინდა შესვენება ასე ჯობია რომ იყოს ბუნებრივი პროცესი იყოს კი ბატონო რა არა მე რატო ვამბობ ამ იმას რომ აი შეხედეთ ახლა რა წერია რომ ასე იგი წარსულის შეცდომების გათვალისწინებით და მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს უნდა იყოს არა სხვა სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირება დაჯახების, არამედ ქვეყნის ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთა ზედების სახელმწიფო. ჩვენ არ უნდა დავაპირისპიროთ აქ ინტერესები. პოლიტიკოს საქართველოში დღემდე იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ან ამერიკის ინტერესს ამოწევდნენ და ეგებოდნენ ფეხქვეშ და უპირისპირდებოდნენ სხვას, ან რუსეთის და სხვა სახელმწიფოების ინტერესებს ეგებოდნენ ფეხქვეშ, ეხლა ეს უფრო ძლიერობს და
ესე იგი უპირისპირდებოდნენ ამერიკას. აი ეს ერთიც და მეორეც არის დამღუპელი. ჩვენ გვჭირდება ქართული ინტერესზე, სხვა ქვეყნების ინტერესთან ზედება. ჩვენ ხომ თქვენ და მე ვართ იმის მომხრე, რომ ეს დოკუმენტი გაუგზავნეთ თუნდაც იმ ქუჩაში რო არიან, გაუგზავნეთ ოპოზიციას და ყველას უთხარით, რომ ბიჭო, წაიკითხეთ, თუნდაც აი ეგ რა წერია მე-6 პუნქტში. საქართველოს თანამშრომლობის მეგობრობის შეხალშეკრულების აფორმებს მხოლოდ იმ ქვეყნებთან, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მხიარობას, პატივსცემენ ჩვენს ტრადიციებს, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ეს ხომ რუსეთისთვის წერტილის დღას დასმა. იმ ქუჩაში ვინც და ყველა აგრესორისთვის. ბატონო, უთხარეთ, რომ იმ ქუჩაში ხილულისთვის თუ უხილავ. დოკუმენტში რა წერია, იცით, აი რაშიც ომია ახლა იქეთ. აი ნახეთ ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ომი არ დაიწყება. და საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება ისეთი იარაღი, რომელიც სხვა ქვეყნის მიმართ იქნება გამოყენებული. სხვათა შორის ბატონთან უკაცრავად უნდა გავაწყვეტინოთ, ანალოგიური ის გააკეთა განცხადება, ეს ხო ნატოს წევრია თურქეთი, ხო, რომელიც პირდაპირ კავშირში არის სამხედროში აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთს პირდაპირ უკვე ერევანში ამერიკის ბაზის გახსნა და ესენი უნდა ღიად ლაპარაკობს ამას და მთელი ის ისენია. ესენი აპრკოლებენ და არა დავამთავრო რა, ორივემ განაცხადა, ორივემ ღიად, რომ ეს ბაზები არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული სხვა და აქ მხოლოდ თავდაცვითი ხასიათი. სხვათა შორის ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მიმართაც მე ძალიან ესეთი არაერთგვაროვანი, რბილად რო თქვა, თელ რიგ საკითხებში რაღაც საშინელებები იყო, თუმცა არა, ნუ ახლა დიდი რაღაცები გააკეთა, კაცო და ელემენტარო გეოპოლიტიკური და ეს რომ აბრეშუმის გზა ამ მარშრუტზე რო გადის, მაგის გაკეთებულია, ეს უნდა ვაღიაროთ რა. მოგწონს თუ არ მოგწონს, გიყვარს თუ არ, პოლიტიკამ სიყვარული არ იცის. იცის მხოლოდ ფასეულობების სისტემა და აღიარება. ეს უნდა აღიარო. მოგწონს თუ არა თუ სახელმწიფო გადატრიალებები და ანაშეზუია გამსახურდია სკოლელობები და ასე შემდეგ ვინ როგორ არის გარეული ეგ ძალიან კარგად ვიცით რა და კიდე ამაზე სხვა დროსაც ვილაპარაკეთ მაგრამ რაც შეეხება იმ საკითხს რომ ეს თავი გაართვა ამ კაცმა ეს არ უნდა დაუკარგოთ და მან განაცხადა სხვათა შორის აქ ნატოს ბაზებით ამერიკასთან ურთიერთობა რო იქნება ეს იქნება მხოლოდ თავდაცვითი ხასიათის რამდენჯერმე განაცხადა ეს რომ ყოფილიყო ბატონო ბეგი და ბატონო თენგიზ აი თქვა თუნდაც ახლა ირანი რასაც ებრძვის და იმ სახელმწიფოებთან რო აქვს დაპირისპირება იქ რომ არ იყოს ბაზები განთავსებული და იქ რო არ იყენებდნენ იმ ბაზებს ირანის წინააღმდეგ აც ირანი იმას არ ესმოდა მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ არათუ იმ ომის არამედ იმის წინააღმდეგიც ვარ რომ ირანს ატომური იარაღი კონდეს და საერთოდ ატომური იარაღი რო ვინმეს კონდეს მე ვინ უწყობს მაგ იარაღის გაკეთებაში ძალიან კარგად ვიცით პირდაპირ ჩრდილოვანი რუსეთი რაც შეეხება და ჩინეთიც კავკასიაზე რო ვთქვი ჩვენ არა ბატონოთან უკაცრავად რა ორგანიზაციული მე ჩემის გადაცემაც ეს საქართველოს გუშინ დღეს ყოველად ეს ამაგდა ამ ეგიდით არ არის და ერთი ორ წუთიან შესვენებას თუ გავაკეთებთ კარგი იქნება რა ვიცი ამასობაში მე დაგემშვიდობები. ბატონო? მე დაგემშვიდობები. აი მოგითხარი მე რომ აი ასეთი რამე მოხდება და ამიტომ გირჩევია შეინარჩუნო. კარგი, მაშინ გავატაროთ ეს. კი ბა ჩავთვალოთ რაკედან გაყოფილად მეორე იმას აკეთებ თქვენი. არა უბრალოდ წარწერა მინდოდა რომ ყოფილიყო რომ საქართველოს გუშინ დღეს ხვალ მეტი არაფერი. დანარჩენი შინაარსი არ შევისწრებო და შუა საუბარში დაგეშვიდობებით. თქვენ ვერ დაგთმობთ ესე იოლად ვერ და აშლა და დაშლა ეს არ გამოვა. არ გამოვა. წამყვანი საგდენი ამ შემთხვევაში წამყვანი მე ვარ და ბატონ თენგის, ბატონ ბეგის მინდა მიმართო და ბატონ ბეგი თქვენ ხომ ხედავთ ერთ რამეს რომ კავკასიის ერთობა ძალიან შეცვლის სოფლიოში პოლიტიკურ სურათს. დასაკვირველი. აი რაც დღეს გასაკეთებელია, აი ერთიანი კავკასია, ეს უნდა აწყობდეს სამწუხაროდ არ აწყობს ამერიკას, არ აწყობს რუსეთს, არ აწყობს არავინ. არაცივლებენ ჩვენ ერთმანეთთან. ნახეთ როგორ იყო ამერიკა იყო სუფთა, საქართველოს იყო სუფთა ამერიკული, სააკაშვილის დროს ისინი იყვნენ სუფთა რუსული. ეხლა ისინი გახდნენ სუფთა, ისინი ანუ ინაწილებენ ერთმანეთს. ეს ჩვენ ეს დიდი სახელმწიფოები გვატაბალში. აი უბრალოდ უნდა მივხვდეთ ერთ რამეს, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს ახლა რა უნდა ვქნათ? ბატონო თქვით მაშინ, ახლა ზოგადად ნუ ლაპარაკობთ. არავით არის ზოგადად, მე კონკრეტულად გეუბნებით რომ მე ვთვლი რომ ის ძალიან სერიოზული ხედვა, რომელიც ბატონ ზურაბ ხონელიძეს აქვს, ესე იგი მშვიდობის ქართული პარადიგმა, რომელიც შეეხება იმას, რომ ცალკე ვერც სომხეთი, ვერც აზერბაიჯანი
ვერც საქართველოს ვერ გავჭრით რაღაც სერიოზულ, მაგრამ ამ სამის ერთობას შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს, ესეც იგივე ახლა ეროვნული მოძრაობიდან მოდიხარ და იციან სხვა აზრი არავის არ მქონია და მით უფრო რომ სოფლიომ დაადასტურა რომ ცივილიზაციის სათავე კავკასია, რომ იქ ვინც აღმოაჩინეს ის ქალი რომ აღმოაჩინეს ქართველია, თეთრკანიანის საწყისი საქართველოშია. გენი იქიდან მოდის. აგერ დმანისი ამას ადასტურებს და ბატონი ჯუმბერ კოპალიანი და ყველაფერი. მე ვამბობ ერთ რამეს რომ დღეს ახლა აღიარება უჭირთ. აი ნახეთ რა არის. ალიევი დღეს არის ლიდერი კავკასიაში. მაგრამ აზერბაიჯანი არ შეიძლება იყოს ლიდერი. ვერასოდეს ვერ იქნება. აი გეთახმები, მაგრამ აი მე კი ამით კი არ ვამცირებ რომელი. არანაირად. მე ვამბობ რომ საქართველოს რომ დათმო პოზიციები და ჩვენ ამას რომ დღეს აზერბაიჯანი მოსახლეობის მიხედვით ჩვენზე ნაკლები. არ შეიძლება და შევარდნაძის შემდეგ ვაჭრუკანების მოყვანა ხელისუფლებაში. აზერბაიჯანი დღეს არის 10 მილიონზე მეტი ბატონო ბეგი და საქართველოში 3 მილიონი. ჩვენ ვიყავით მეტი. ლამის სომხეთმა გაგასროს. ესე იგი, აი ეროვნული ქალაქი ხომ ქვია ქუთაის, მე-4-ია უკვე. რა ვინ წავიდა წინ? წავიდა ბათუმი არა, იმიტომ რომ ქართველების რაოდენობა გამრავდა. არამედ გამრავდა იქ რუსების, თურქების რაოდენობა. წავიდა წინ რუსთავი. ამიტომ ეროვნული პოლიტიკის გატარების აუცილებლობა არის გარდუალე. ბატონო, ამიტომ ყველა დანარჩენ შემთხვევაში ეს ყველაფერი არის ფსევდო-დემოკრატია. ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს. ქართული არაზოს არ ნიშნავდა ჩაკეტილობას. ქართული ყოველთვის საქართველოს მოდის ცივილიზაციის სათავეებიდან. ქართული ნიშნავდა მასშტაბს ბატონო. ბატონო, კი ბატონო და ეს ყავდა ეს მეფეები იყვნენ ჩვენ და აი ახლა მე რომ მკითხოს კაცმა რა, დღეს ახლა რეალურად ხელისუფლების ადგილზე ხომ ვერ შეძლეს. მე დავიწყებდი დღეს ხმამაღლა საუბარს იმაზე რომ 950 წლის თავია დავით აღმაშენებლის. 900 წლის თავია დავით აღმაშენებლის გარდაცვალების, 900 წლის თავია დიდგორის, 850 წლის თავია. ამის ბატონო თემო ფუნქცია უნდა მიანიჭოს საკუთარ ქვეყანას და ესენი ამას არ აკეთებენ. არც გააკეთებენ. რომიანიჭო, პირველი იტალია დაგიჭერს მხარს. და რომია, იმიტომ რომ იციან იმათ ვინ არის დანტეს ქვეყანა, იცის ვინ არის შოთა რუსთაველის ქვეყანა და შექსპირის ქვეყანა მიცის ვინ არის შენ უნდა იცოდე რომ შენ რუსთაველის უპირველესად ისე ლიდერი როგორ გახდები ხო და ამიტომ მე როცა მეკითხებით ეს ახლა ყოველგვარი იმის გარეშე რომ გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და თქვა ბატონებო აი მაგას შევეხებით ახლა რაც იყო ბატონებო იყო რაღაცეები ჩვენი მხრიდან რაღაცეები დღეს ბატონი ბეგი საუბრობდა სხვადასხვა ამის თაობაზე და მე არ მქონდა ეს მოსმენელი და არ ვიცი რომელი ის მაგრამ აი რომ გამოდიოდეს და თქვას მაგრამ ჩვენ რუსთაველის ქვეყანა ვარ, ჩვენ დავით აღმაშენებლის ქვეყანა ვარ. დავით აღმაშენებელმა დასავლური ცივილიზაცია გადაარჩინა. ჩვენ გეომები იდგაზოთ, ჩვენ არ გეომებით, ჩვენ არ გეჭუბებით. მოდით ერთი, აი ჩავატაროთ ჩვენ, აი ერთად, თქვენთან ერთად გავაკეთოთ დავით აღმაშენებლის, ბიჭო, შოთა რუსთაველის, დიდგორის 40 ამერიკელებმა ჩაატარეს გამოკვლევა. 46000 ინტელექტუალი გამოკითხეს თელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს როდის მოხდა დააკონკრეტეს? ესე იგი, ერთი წლის წინ. ახსულ ახლა. ესე იგი, ეგ შეკითხვა არის მარტივი. ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტი. ყველა პასუხობს შოთა რუსთაველი და მეორე არის ვაჟა-ფშაველა. ბიჭო, გამოიყენია ამერიკელებმა გააკეთეს ეს. ამერიკელებმა გააკეთეს დასკვნა, რომ ადამიანის ნაციონალიზმი არ გამწამონ ბატონო აი დამწამო რაც უნდა თქვას და ამერიკელებმა გააკეთეს დასკვნა რომ მიწა, ჰაერი, წყალი, სითბო გასაძლოს ინტელექტს და გააკეთეს დასკვნა რომ საქართველოს თუ პირველი არა სამეულს გარეთ არ არის ეს არის საქართველოს და ამ დროს გეუბნებიან რომ შენ მეუბნები რომ ირანული პროდუქტი უნდა გაჭამო და თურქული პროდუქტი უნდა გაჭამო. მე მეუბნები რომ მოდი დავამთავროთ ეს დაპირისპირება, შენ ხელისუფლება რო ხარ, შენზეა სიმძიმე ბეჭებზე, მით უფრო ნახე გამოცდილება რა არის. მე ერთხელ გადაცემაში ვთქვი, როდესაც ძიმეად იმაში მივედი შეხვედრაზე და ვთქვი რომ ზვიად გამსახურდია თვითონ რო გადაეწყვიტა და გარემო არ ყოფილიყო მეთქი, არ გადაწყვეტდა ბევრ საკითხს ისე, იმიტომ რომ დაპირისპირება მიგვიყვანა ჩვენ აქამდე ხო გავიარეთ ეს ბატონებზე. დღეს ძმები ვართ ხო? მაშინ სხვადასხვა ბანაკებში ვიყავით ხო? აი ხო თურმე ხო შეიძლებოდა რომ ჩვენ ერთმანეთთან ყოფილიყავით. მე ქუთაისში ვინც იყვნენ, ესე იგი მოწინააღმდეგეები ვინც იყვნენ, ისინი დღეს უფრო კეთილ განწყობილები. რა თემო, ბატონ თემო, ჩემთან როდესმე პრობლემა არა, არ მქონია, მაგრამ მე ვამბობ რომ სხვადასხვა პოლიტიკურ
პოლიტიკურ გუნდში ვიყავით მეთქი თორე ხო და არაზოს არ მქონიათ ეს არის ჩვენი სიძლიერე ეს არის ქართული სიძლიერე მე ვამბობ რომ მოდი დავანებოთ ერთმანეთის მტრების ძახებას საუბარი შენ ესე იგი ხელისუფლება მტერს ეძახის იმას და ეუბნება თქვენ მაფიოზები ხართ თქვენ ხართ ბიჭო თუ მაფიოზია მტერია პარლამენტში რა უნდა და რატო ეხმეცები შემოდიო ის ეუბნება რომ თქვენ ქვეყნის გამყიდველები ხართ როდენდე შეიძლება ეს ესე იგი აი აგერ ბატონო ბეგი ბატონ თენგისთან ხშირად გვითხოვს საქართველოს ხშირად ყოფილა კრიზისულ მდგომარეობაში და კრიზისი მით უფრო მძიმე იყო რაც უფრო შიგნით იყო დამძიმე დაპირისპირება ყველა კრიზისი საქართველოსი იყო შიგა დაპირისპირებიდან არც ერთი არ იყო გარედან მოხვეული ყველა იყო მე გარედან იყენებდნენ რა თქმა უნდა აი მე და თქვენ რო ებძვით ერთმანეთს ეხლა მე და თქვენ პირველზე კი არ არის ორი პოლიტიკური ძალა თქვენთან ვიღაცა მოვა და ფულ დაფინანსებას დაიწყებს თუ გიკადრებ ამას ჩემთან ვიღაცა მოვა ასე ხდება ეს ზოგიერთი რატომ როგორ სამოქალაქო ომის დროს მოხდა ბატონო რატომ იდის დაპირისპირებაზე ზაკო არ გახსოვთ იმათაც ურიგებდა იარაღს და ხელისუფლებას და ოპოზიციას კი არ ურიგებდა მოდი ახლა იმ ზაკოსაც კი არ ურიგებდა ზაკოს ხელმძღვანელი ვინც იყო ზდანფერდი ბრიგადის მოვიდა და თქვა ვინ ხართ ეს ქართველებიო ჩამოდიან და ზუგდიდიდან აქ და აკიდულობენ იარაღსო და ესენიცო აგერო მხედრიონი და კიტოვანიც აკიდულობს იარაღსო ორივენი ფულს უხდით კაცო ზაკოდან იმაშებოდა ღია იყო იქ წასვლა რატო და აქვე იყო იარაღებიც გავიგე მაგრამ კაცო კი არ ურიგებდა ყიდულობდნენ ფულს უხდიდნენ იმაში ერთმანეთი ბეხოცა ეხლა ჩვენი ფორმულა ხო მარტივია საქართველოს მაშინ გამოდის კრიზისიდან როცა ჩვენ ან ერთმანეთთან ვუვლობთ საერთო ენას ან გამოჩნდება ძალა რომელიც ხალხს და მეცნიერებას შეაერთებს ერთმანეთთან ამ ორ პოლიტიკას დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ამის თაობაზე რომ ყველაზე ტრაგიკული ფიგურა არის სააკაშვილი დღესაც რატომ იმიტომ რომ ადამიანს როეუნებ ჩადიხარ სამი ემატარებთ ბზარო ხშირად ამბულოს მეუნებიან ასე იგი ბიძინე ამანიშვილის და ცუდი რა მაგრამ მოვა ვიღაცა და ეძვეს კაი ბიძინე ამანიშვილი თუ არ გინდა სააკაშვილი ანუ ეს გახდა უკვე მთავარი ესე იგი აშინებენ იმით ხო და მე ვეუბნები რომ ამდენი ხანი თან 14 წელია ამათ რომ ორთავეს საქართველოს უყვარდეს კაცურად გეუბნები რა ორივენი გამოვიდოდნენ და იტყოდნენ ამ ორმა კაცმა და ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ ჩვენი დაპირისპირებით გავანადგურეთ და დავაჭოკეთ ქვეყანა გავიდეთ რა პოლიტიკური ასპარეზიდან ჩვენ და გავიდეთ კაცურად ადამიანურად დარჩებიან ისტორიაში მე ქუჯის იმას ატუპტები ხშირად ხვები ქუჯის იმას ვერ გახდებოდა ბაგრატ მესამე და ვერ გაერთიანდებოდა არა კაცო პირველი პარნავაზი ვერ გახდებოდა რომ მეფე იმეს გარეშე რა თქმა ქუჯი რო არ ყოფილიყო ის უფრო ძლიერი იყო რა თქმა უნდა ქუჯიმ თქვა უარი და არ მიიღო მონაწილეობა რაღაცაზე თქვი უარი და ქვეყანას მაგდროს დაფუძნდა ეგეთი რამე რომ აი ხედავ რომ ერთმანეთის მტრობა და რაღაცა დგები ტრიბუნასთან ეხლა მე რაიონებში ვიყავი სადაც დაიჭირეს ხალხი ყველა გელაპარაკებ ერთმანეთს ვის იჭერენ დასაჭერები უფრო შიგნით ტოვებენ მაგრამ იჭერენ თქვა იმ პრემიერის მომხრეებს იმ პრემიერის მომხრეებს როდენდე შეიძლება ეს არის რევანშიზმი წინ წასული ქვეყანა არ არსებობს ჩვენ შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ბევრი რამ და ამიტომ არ ვიცი თქვენ როგორ შევხვდებით მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბატონ თემის რო შევთავთით რომ აი ერთი 8 კაცი ვიქნებით რომელიც პოლიტიკურ მიმოხილვას თემას ვაკეთებ აქ იქნება რაიმე მესამე აზრი ორი აზრი კი არა ხელისუფლება ამბობს ორი აზრი არ არის ჩვენ ვართ მართალი ოპოზიცია ამბობს ორი აზრი არ არის ჩვენ ვართ მართალი ჩვენ ვეუბნებით ერთიც და მეორეც არც ერთი არ ხართ მართალი არის მესამე აზრი ეხლა თუ ვიტყვით რომ განსხვავებული აზრი იმათ ერთმანეთს მიმართ აქვს რასაც ოპოზიცია ამბობს ხელისუფლებაზე სწორია ძირითადად რასაც ხელისუფლება ამბობს ოპოზიციაზე სწორია ამათ არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების შეფასება თუ ერთმანეთს რასაც ამბობენ სწორია ყველაფერში არა ბატონო თუ შენ არ შეგიძლია საკუთარი თავის სწორად შეფასება შენ ქვეყანას წინ ვერ წაიყვან არ შეიძლება რომ 92 წლის შემდგომ ყველა ხელისუფლება ამბობდეს რომ მე მართალი ვარ და რაც შემიძლია ვაკეთებ თუილი ეს იმიტომ რომ თუ ყველა იმას აკეთებდით რაც შეიძლება მაშინ ღარიბი გახატავდა და მდიდარი გამდიდდეს იმ მდიდრებისთვის გიკეთებიათ ყველაფერი არის ბევრი რამ რომელსაც არ მინდა ეხლა თქვენი გადაცემაა და მე არ ვარ რომ წამართვით ბატონ ვეგეთ მე და თქვენ კიდე რაღაც ეს დეტალები გააღმავთ იმიტომ რომ მე კიდე მინდა მე ჩემი უფრო მძიმე რაღაცები ჩემი იმიდან ზოგიერთი რამ და თქვას რომ არ მეტახება რა სრული აბსოლუტური დემოკრატიაა თავისუფლება ამ სტუდიაში დიდი მადლობა. რასაკვირველია, ჩემი აზრით პოლიტიკურ establishments ჩვენსას აკლია
ალტერნატიული აზრისადმი დამოკიდებულება და პატივისცემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ ნიშნავს იმას, რომ ეს გააქარწყლებს ოპოზიციას ან მისცემს პოზიციას რეჟიმის ფუნქციას. უბრალოდ ერთი წუთი დავდგეთ მეორე ადგილას, მეორე პოზიციაზე და იქიდან შევხედოთ მოვლენას და გავაანალიზოთ, ისე გავაანალიზოთ. ჩემის აზრით, ასეთ შემთხვევაში უფრო იოლი იქნება პოზიციების შეჯერება. ეს გვაკლია. ეს ალბათ იმის გამო, რომ არ არის პოლიტიკური კულტურა ჯერ კიდევ დაბალ დონეზე. გუდარია. მარკ შეიდერიც ვეღარ მოძებნის, ისეა დამარხული მიწაში პოლიტიკური კულტურა. ხაროთ ეს არის დიალოგის კულტურა არ აქვს. ჩვენ არ აქვს დიალოგის კულტურა. ბრძანება და შენი პოზიციის გატარება. შენახარ შენი აზრი, იდეა არის უნივერსალური, ეს არის აბსოლუტური. და მე ახლა თქვენ ორივეს ძერეთაც საკითხებში და მე ძიმე თემას მინდა შევეხო. ერთი რამე მინდა კითხოთ თქვენ. უარყავით ახლა რასაც ვიტყვი. როგორ? რასაც ვიტყვი ახლა უარყავი, ან დაადასტურე. მე შეხედეთ ეს ვამბობ. საშიში, აი საქართველოში როგორია და რას არ ეძახიან იმ ქუჩაში რო დგას. მე ვეუბნები ყველა, საშიში ის ხალხი კი არ არის ქუჩაში ვინც დგას. საშიში ის კითხვებია, რასაც ისინი სვამენ. კითხვები. ისინი სვამენ. ისინი დღეს ხელისუფლებას ეხმარებიან, იმიტომ რომ ხალხს მათ მიმართ არ აქვს ვიღაცა არ მოწონთ იმ ქუჩაში რო დგას, მაგრამ მე ყველას ვეუბნები, რომ თქვენ ნუ გაქვთ სიძულვილი, დაანებეთ ვინც არ უნდა რასაც კითხვები. ისინი რატო გამოვიდნენ თავიდან ევროპასთან ნუ წყვიტავთ ურთიერთობას. ნუ წყვიტავთ ამერიკასთან ურთიერთობას. ნუ მიდიხართ რუსეთისკენ ნუეგებით, ის ყარ უთქვამთ რომ რუსეთს ეომეთო. ნუ მიდიხართო. კითხვებია მთავარი. გეუბნებიან რომ კითხვები უამრავი კითხვაა, ხო დასმული. კითხვას გაეცი პასუხი რა. შენ არ გაქვს უფლება რომ ხელისუფლებაში რომ ხარ. ეხლა ამის წინ აი აგერ ჩვენ გიდევს ერთად მიღებული დოკუმენტები და კითხვა არ დაგავიწყეთ, მე რომ არა, ეს გითხარით უარყავი მეთქი ეს. საშიში ის კი არ არის ვინც ქუჩაში დგას. არა, რა თქმა უნდა. საშიში არის ის კითხვები, რომელსაც ისინი სვამენ. ეს ზოგიერთი ადამიანი მე აქ მომყავს ბატონოთა დაზარალებული სხვათა შორის შობლები და პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრის შობლები მე მომყავს აქ და მალთან ღია გამჭირვალე ურთიერთობები ამ სტუდიაში პირდაპირ ჩემთვის ძალიან საპატივცემულო განწყობით რჩევი მის მიმართ გამომიგზავნა ვახში ჟვანიას ქალიშვილი რომ დგას იქ და რომ რაღაც უჭირავს ხელში და ნინო ჟვანია ორი პროფესორია ევროპაში აღიარებდა 300 ლარი ქონდათ ეხლა არ ვიცი რა ხელფასი ორ პროფესორს კონსერვატორიაში უმაღლესი სტანდარტების ქონდა მუსიკოსი ამათ ახვევენ თავზე რექტორებს იმან დავანებოთ თავი ყველაფერი ამ იმას ხო კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენთვის თავისუფლება რა არის თავისუფლება არის გაცნობიერებული ესე იგი დავანებოთ თავი რომ ადამიანი თავისუფალია მისი პასუხისმგებლობის პანელში თქვა პოლ ფორტნერმა ის ადამიანი იმაში ხედავს თავის გამოვლენებას. მე არ მინდა იმას ვებრძოლო. მე არ დავდგები იქ. მე არ მივდივარ იქ. მაგრამ მე ეს იმას არა, მე ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მე ის კითხვები მაწუხებს, რასაც ისინი სვამენ. მე ვეუბნები ამ ხალხს, ბიჭო, კი, მაგრამ შენ ხარ იმ რედაქტორთა სიაში, რომელმაც ეს სიგნი გამოცა. ამ სიგში რა წერია? ყველგან იყვნენ სახელმწიფოებრივად მოზრონე პოლიტიკოსები და ზნეობრივი ადამიანები. ზვიად გამსახურდიას გარემოცვაშიც, ედუარდ შევარდნაძის პერიოდის პარლამენტებშიც, ასტან აბაშიძესთანაც, მიხეილ სააკაშვილთანაც, ბიძინა ივანიშვილთანაც, დღევანდელ მთავრობაშიც, ჩვენი ამოცანაა საზოგადოებასთან ურთიერთობაში შევძლოთ ასეთი ადამიანების სახელისუფლებო აროვნაზე გამოსვლა. რა არის? და ერთიანი გუნდის ჩამოყალიბება. ვიღაცას არ მოწონს თქვა თემურ შაშიაშვილი, ვიღაცას არ მოწონს თენგიზ დიხა. რა მოხდა მე? ვიღაცას არ მოწონს ამ გადაცემის ავტორი ვინ არის? ჩვენი ბატონი კემულარია. არ მოწონს ბატონი კემულარია. მე ვეუბნები რომ ჩვენ ის კი არა ჩემი სუბიექტური და ამისი ისა.
მოდი პატივი ვცეთ იმას, რომ ის გარკვეული ჯგუფს წარმოადგენს. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს იყოს ჰარმონიზებული, ყველა ჯგუფს თავის წარმომადგენელი უნდა ყავდეს პარლამენტში. მე ვამბობ, ანარქისტიც თუ არის რაოდენობა იმდენი, რომ ანარქისტსაც ყავდეს და თქვა თუ არის დიქტატურის მომხრე ვიღაცა, იმასაც ყავდეს. მე პიროვნება არის ჩემს მეგობართა სიაში, მეუბნებიან წაშალებ ლანძღავს სულ სტალინი აქვს სურათი. გამოტანილი და იმ სტალინსაც აღენებს შეურაცხყოფას და ეს და ყოველთვის იმას რომ დიქტატორია საჭირო დიქტატორია და ვიღაცას მოწონს ის. ეხლა ყველა მეუბნება რომ წაშალეო რადგინდაო ზოგიერთია მაგინებს. მეუბნები რომ არა კი არ უნდა წავშალო წაშლით ვერ მოვერევი. მე იმას თვითსულოვნად ვეკიდები და ვეუბნები დაფიქრდი რა თუ კაცი ხარ. რა არის ეხლა ეს ქართველები ვართ ერთ ქვეყანაში ცხოვრობ. რა პრობლემაა ეს? რატომ უნდა გქონდეს შენ პრემიერ-მინისტრი იმის ისა რომ გამოხიდე ქუჩაში და ფეხით გაიარო. ბატონო თემო თქვენ ისე წაიყვან საქმეს რომ კვარაცხელია კი არა რა ქვია იმას რუსეთის ჩემი მეგობარი რო არისო ხანდახან რო ახსენე. მე მეგობარი იყო. იმას გადაცემებს წაყვანინებთ. დაიყვანო რა პრობლემას ხედავ მე ვერ ვხედავ ამ იმაში კეთო. ამაშია ტელევიზიის თავისუფლება. ის კი არა რომ თქვა ერთი მიმართულება იყოს და ვიღაცას ლანძღავდნენ და აკებდნენ. მოვიდეს და ხალხმა დაინახოს. აი აგერ ჩვენ ხო გამოცხადებული გვაქვს, აგერ დგას თავისუფალი ტრიბუნა. ჩვენი გადაცემის პერიოდში დარჩა ხო ერთ ნახევარისა. მოვიდეს ქუჩიდან და გამოვა და კითხვას გასვა. არის მეორე ტელევიზია ეგეთი? არა. აი აგერ ბატონ ბეგისაც რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, მასაც კი გაუკვირდება ესე. ნამდვილად. ახლა მეტი რა უნდა ჩვენ რა სრული დემოკრატია აბსოლუტურად. რა ვიცი. ვაგრძელებთ რა იმიტომ ბატონო რა გავაგრძელოთ არა ბატონთან. ბატონო თქვენ ნება. ხო რა ვიცი ახლა. მე მხოლოდ არჩიო და დავშიაგებდა. რა შეეხება ახლა ცოტა ესეთ ყოველდღიურობასაც უпроსოდ და 5 საათზე გაკეთებული მას უნდა. ჩემი გადაცემა იყო საქართველოს გუშინ დღეს ხო ფორმატი, მაგრამ მაგშინ არის ახლა დარჩენილ დროშიც შევეცდები რომ რაღაც გავცედა თან ბატონი კემულარიას ესეც მინდა რაღაც ერთობლივად. ახლა ერთ-ერთი უმთავრესი რაც ამ ქვეყნის წინაშე არის იდეოლოგიური კოლაფსი, ეკონომიური, ფინანსური უნდობლობა, გაუტანლობა, მიწების გაყიდვა, დანაშაულებრივია, კრიმინალურად შეიძლება ითქვას, რომელიც სახელმწიფო ზეცოთვის და ვერ გავიგე ახლა მიწის გაყიდვა, დანაშაულებრივად და ანტიკონსტიტუციურად ინვესტირების სახით რომ მოიხსენიება, ახლა ამაზე მეტი დანაშაული რა უნდა იყოს და ქებათა ქებით მინდა მოიხსენიო ღვაწლმოსილი ადამიანი, ჩემი ბავშვობის დროინდელი ამხანაგი დღეს უკვე საეკლესიო რანგში არის, მამა არჩილე თუ გახსოვთ, უზენაესი საბჭოს წევრი ბატონო ბეგი, ძალიან ხირსეული ადამიანი, რომლებმაც პოლიტიკურ სულიერ წამზე არასოდეს უარი არ უთქვას. არანაირი ისეთ კომპრომისზე არ წასულა, ვერ ეგრეთ წოდებულ ვითომ რელიგიური წრეებისგან და ინსტიტუტებისგან განსხვავებით ასე შემიძლია თქვა, იმიტომ რომ კატასტროფული მდგომარეობა ამ მხრივ და არც პოლიტიკურ წამზე და ზვიად გამსახურდიას და იმ იდეალებს უერთგულა, რასაც ხელი მოაწერა და ცხოვრების წესით აქმნეს ამას და აი ამასენად მე მგონი თქვენც ნახეთ, საიძე იყო დადებული, რომელმაც გამოხატა უდიდესი აღშფოთება პირდაპირ ამბიონი და სხვათა შორის მიმართა, რომ მიწების გაყიდვა არაბების შემოყვანა ეს არის დანაშაული, არა მარტო პოლიტიკური და სახელმწიფო თვალსაზრისით, არამედ რელიგიური თვალსაზრისით და თავისიანებსაც მოუწოდა გამოფხიზლდნენ ყველაზე დიდი გამოფხიზლება მათ მართებს, სხვათა შორის, ეგრეთ წოდებულ წმიდა სინოდს. თვალებს რო ხუჭავენ და სირაქლემას ავით რო არიან. ესე არ გამოვა. მიბაძეთ აი ამ ადამიანს, აი ამ დიდ ადამიანს, რომელიც მზად არის თავი შეწიროს ქრისტესას და ეს ამ ქვეყნიურ საგანძურსა და ფასეულობას და ყველაფერს. ეს არის ძალიან ღვაწლმოსილი ადამიანი და რომელსაც დაფასება და ერთგულება და მხარდაჭერა ჭირდება. ახლა ვერ გავიგე, ახლა დავით აღმაშენებელმა თუ თბილისი გაანთავისუფლა, თუ აიღო ქართულ ქალაქად აწვია არაბიულ დედაქალაქად აქცია, ხო, როგორც ასეთი და ეს არაბები განდენა, სხვათა შორის ვინ დამრჩენი იყო დარჩა. ის არაბებიც კი, მაგრამ დემოგრაფიული კატასტროფა არ შეუქმნია დავით აღმაშენებელს, ამათგან განსხვავებით, როგორც ასეთი, ამიტომ დაიცავეთ სულიერება
და ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა არის ამას ეხები თუ ესა თქვა ადამიანი ყველა ეს არის არა მარტო პოლიტიკური და სოციალური დანაშაული და ადმინისტრაციული არამედ რელიგიური დანაშაული მე მინდა გამოფხიზდნენ ის ადამიანები ვისაც რაღაც თავი ჩაუყვიათ და არ უნდათ დღის სინახლეზე გამოვიდნენ და რაღაც პლატონის იმას მაგონებენ სიბნელეში რო არიან და გარეთ რო არ უნდათ გამოსვლა და სინათლე რო აშენებს სინათლის მოშიჩარი ადამიანები არაფერში არ ვარგა ამიტომ მიუბაძოთ ამ ადამიანს და დიდი მადლობა მამარდაშვილი ამბობდა რომ სიბნელეში წალ სინათლეო თუ დაინახავ ბატონო მამარდაშვილი ამბობდა სიბნელეში წალ სინათლეო კი ეს ახლა ეგ სახთო სიმაღლეზე მამარდაშვილზე ადრე ეგ პლოტინმა და პლატონმა და ემანა გასაგებია ამა თანამედროვე თვალსაზრისით თქვა და ამისთვისაც მას მადლობა ახლა იმას რო შევეხოთ ეს ხაზი ბატონ თემო ანუ ეს რაც აქ ითქვა რა რომ ლეგიტიმაციის მომენტი ლეგიტიმაცია იკარგება ხელისუფლებას და როდესაც ესეთ დანაშაულებრივ ნაბიჯებს დგან არაერთი ეს არის გაყალბება უმოწყალოთ ერთმანეთს ყველა სოფლიო სტანდარტების და მოქალაქეური წამსის დათრგუნვა და გაუნებელყოფა და 500-ზე მეტი დაზარალებული და სიკვდილის პირას ნაცემი ადამიანები და სენდის პატიმრები და 4 და 9 შვილის დედები ყავთ დაპატიმრებული თქვენ რაზე მელაპარაკებით ელემენტარულად ხო ამ საზოგადოებას რაღაც სინდისის და რაღაც მე პირდაპირ ვიმეორებ ვინც მაგათ წარმოადგენენ მაგათ პოლიტიკურ წამს და სოფხედულობას არ ვიზიარებ ოღონდ პოლიტიკოს რაც შეეხება მოქალაქეობრივ აქ უკვე სხვა ამბავია მოქალაქეობრივი ჩვენ ვალდებული ხარ დაიცვა მისი უფლებები ხო ესეა ბატონ თორე ახლა პოლიტიკაზე პოლიტიკური მსოფლმხედველობა სხვადასხვა გვარია და ყველას აქვს უფლება გარკვეულწილად თავის ესენი გამოხატოს ხო და მით უმეტეს აი გამოუგნებელი იყოს სულ ახლა დიდხანს ამაზე ვერ ვილაპარაკეთ სხვა დროს მოგვიწევთ ახლა თქვენ ახლა სხვა ფორმატია და რაღაც უფრო დიდხანს ვილაპარაკებდი მაგრამ აი ახლა ხან ეგრეთ წოდებული ოცნების პრემიერი რო გამოვიდა საერთოდ როდესაც ახლა ეს მოსკოვის ხელშეკრულების ის არის დადებული აქტი რომლის თანახმად დასკვნები გაკეთებულია რომ უმძიმესი ბრალდებები რა მე მაგათ აი დავიმალებოდი რა პირდაპირ გეუბნებით წამება და ისინი გაყალბება რა ვიცი ახლა რა არ არის ამ ქვეყნიური ცოდვები რაც კი არის ყველაფერი არის ჩადებული და ეს იყო ხალხი რომელიც აქ ჩამოდიოდა დასკვნებს აკეთებდა და შემდგომ მიქონდა იქა და გარკვეულწილად ეს არის ეუთოს ბატონო ფაქტები არ არის ფაქტები როგორ არ არის როდესაც ცოცხალ მკვდარი არის კაცი ბატონო ბეგი როგორ არ არის მკვდარი რას მელაპარაკებით რა ახლა თქვენი შვილი რო იყოს ისე ილაპარაკებდით არა ჩემ შვილზე არ არის ხო არა ახლა ცოცხალ მკვდარი არის ადამიანი არაერთი მე გეუბნებით მე იმას კი არ ვამბობ რომ ფაქტები არა აქვს მეთქი მე გეუბნებით რომ იქ იმ დოკუმენტში ფაქტები ეს დოკუმენტი არის ძალიან ზოგადი ხასიათი. ზოგადი კი არის, მაგრამ კონკრეტულ დაწყვნებზე არის გაკეთებული და მათ შორის სიკვდილის პირა ნაცემი ადამიანების ფაქტზე. მეტი რა დაწყნა კიდათ, ვერ გავიგე ახლა რა, ბიოლოგიურ უჯრედებს გადაუღებდნენ თუ რა. რამდენს პირადად მე ვიცნობ, როგორ კიდე გიმეორებთ, მაგათ პოლიტიკურ შეხედულებას მე არ ვიზიარებ. გამიგეთ ხო რასაც აი თუნდაც ის დაზარალებულები ვინც არიან ნაცემები და იმ ბანაკებს არ ვიზიარებ რა ხო სხვა არის რა თქმა უნდა სხვა არის მაგრამ მოქალაქეური უფლება როდესაც ადამიანს სიკვდილის პირას მიიყვან წამებით ხო ეგ არის ახლა დანაშაული ეგ არის დანაშაული ამას რა მეტი რა აღიარება ჭირდება შენ ეს ფაქტი უნდა აღიარო ახლა კაცი რო გარდაიცვლება ის გარდაცვლილია სხვა რა ცნობა უნდა მოიტანოს გარდაცვლილმა მკვდარია ისა. არა, არ უნდა მოიტანოს, მაგრამ ექსპერტმა ეს ყველაფერი უნდა აღნიშნოს. აღნიშნულია და ფოტოებიც არის გადაღებული და ტელევიზიის წინისო ყველაფერი და ახლა ამას თვალის გასწორება ჭირდება და ელემენტარული პატიოსნება ჭირდება ამის აღიარება. პირველი ნაწილი, რომელსაც თქვენ შეიღეთ მიწებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო თქვენს მეც და გვეუბნებიან რომ გვაკრიტიკონ რა მოხდა. არ არის პრობლემა. რაც უდათ იზა რომ პირველი რომ თითქოს არაბული ქალაქები აშენდებაო, მე გეუბნებით რომ ჩემი გამონათქვამი არ არის, ეს თქვა პრემიერ-მინისტრმა, რომ ორი არაბული ქალაქი აშენდებაო, ეს ერთი, მეორე. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმაზე, ეს მიწები არ გაკიდულაო. ტყუილია ეს, იმიტომ რომ მიწები გაკიდულია და აგერ სერბეთიდან და ხორვატიის მაგალითია ამის საკმარისი რაც მოხდა იქ. მაგრამ ეს არის აი თუნდაც ინდოეთშიც იგივე გააკეთა, იგივე ფირმამ რომ გადააგდო. და ბატონჩემ უკაცრავად, ცოტა ხნით გაგაწყვეტინა, თუ უკაცრავად.
400 მილიონი ამ თავრობამ თქვენს გასაგონადოთ ლაპარაკობდა ყველაზე 400 მილიონი აზარალა ნამახვარ ხეზე. არის ეს თუ არა? ხო, აღიარებით, ხო? ფაქტებით, ხო? ამაზე მეტი ახლა დასტური რა გინდა? არა, კი არა აზარალა. არა, კორუფცია. არა, ხო, ეს არის, ისე თქვა მინდა ბატონო თემო, რა გარანტია მაქვს მე იმისი, როდესაც ჩვენ ეს უთავბოლო რაღაცა ანტიბიოლოგიური, ანტიეკოლოგიური, ანტისახელმწიფოებრივი აი ზუსტად აი ბატონ ბეგის იტალიაში ბატონ ბეგი ვინმე გაგაკეთებინებს. აი ამიტომ მინდა აი თუ შეიძლება იტალიაში ან ხა თქვენ ხართ მეცნიერების დოქტორი და პირველი პიროვნება რომელმაც ქართველმა რომში ამ ბოლო 20 წლებში დაიწყო დისერტაცია სადოქტორო. აი გეკითხებით მე თქვენ რომ ხელშეკრულება თქვა ჩვენ ყველაფერში ვტყუილ ვართ. ჩვენ ვეუბნებით გამოაქვეყნა. აი თუ დაუშვებდა იტალია ან რომელიმე ევროპული ქვეყანა და თუ იმ ხელისუფლებას იმავე დღესვე არ დაასრულებდნენ რომელიც რომელიმე ქვეყანასთან არ არის მარტო არაბეთს ლაპარაკი ხელს მოაწერდა იმას რომ მიწებით შედის და ეს დოკუმენტი იქნებოდა გასაიდუმლოებული და გეუბნება რომ მე ამ დოკუმენტს ეს ინვესტიცია დაკითხვა კი არა ამას გეუბნება ბატონო კარგი იარაღის წარმოებაა თუ რა არის რა ნუ პრაქტიკულად ჩვენ დღეს არ ვიცით ეს დოკუმენტი რა არის გამორიცხულია მე ვისაც არ ვკითხე აი პიროვნება არის ერთი ლონდონში რომელიც საერთაშორისო აუდიტის წევრია რო გაუგზავნე ესენი ყველაფერი მითხრა რომ მე არ მესმისო ქართველია და იმანაც კი მითხრა არ მესმისო რას მეკითხებითო 1 საათი ვეუბნებოდი იმას რომ ეს დოკუმენტი მიღებულია ხელი მოწერილია და არ არის რას ლაპარაკობო მითხრა ეგეთი რამე არ არსებობს ნორმალურ ქვეყანაში ბრიტანეთშიო მითხრა ლორდთა პალატა დაინგრეოდა პრემიერ-მინისტრს არ შემოუშვებდნენ როგორც ჩვენ უთავმოყარო საზოგადოებად ვიქეცით რა იმედი ჩვენ თქვათ ყველაფერში ბატონი თენგიზი რასაც ამბობთ მე რასაც ვამბობ თქვილი დაუშვა ჩვენ არაფერი არ გვინდა გამოაქვეყნეს დოკუმენტი მოთხოვნა სწორია თუ არა ის რომ ახლა მე არ ვიცი ეს დიდ იმას კატასტროფას არ წარმოადგენს და დიდ აუცილებლობას საზოგადოებისთვის მაგრამ პარლამენტში ოპოზიცია არ არსებობს, არ იცის ოპოზიცია არ არის. არავინ არ იცის ეს დოკუმენტი. ნუ ესე იგი ეს დანაშაული. მეცაც ვეთქვი კიდე მეორე ბატონო თემო, ეს არის ინვესტიციას არქმევენ ამას, კაცო, ვერ გავიგე. და ოპოზიციამ იმის მაგალითად რომ გამოვიდა და ქუჩაში იყვიროს მაშინ რატომ ასეთ მე იმიტომ გეუბნებით ამ ოპოზიციის სოფხედ პოლიტიკურ სოფხედო არ ვიზიარებ მეთქი, ხო გითხარით? ნუ ახლა მოქალაქეური სხვა არის. მოქალაქეური ტერით რო იყოს ვალდებული ვარ დავით. ვისაც აწყობს იმას ქმნის თავის ოპოზიცია. რა თქმა უნდა, აბა რა არის, ელემენტარულად. შევარნაძეს აწყობდა რომ აბაშიძე ყოფილიყო ოპოზიცია. ვითომ რა ბოლოს ერთად არიყვნენ? კი ბატონო, ის ერთად აღგვი სააკაშვილს ვისაც აწყობდა ერთად წავიდნენ. ბიძინა ევანიშვილს ვინც აწყობს ისად ის. გირჩი და მე დათქვენ შევქმნით ბატონო თემო. გირჩი ტელევიზია ვინ გაუხსნა? ნარკოტრასები და იმის ბიძინა ევანიშვილი მაგის გაკეთებას რო აპირებდა. და ჩემი ნაცნობები არიან და ახლობლები ვიყავით მე მაგალითად გელა ნიკოლაიშვილს უდიდეს პატივისცემდა ნეიტრალური საზოგადოება რომ შექმნა ხელისუფლება დღეს. ეს იმას ნიშნავს რომ შენ თავმოყარებაზე უარს ამბობ. ერთი ორჯერ ყავდა კაცო ახლობელი ადამიანი იყო. აქ ყავდა კაცო გელა ჩემთვის ახლობელი ადამიანია და პოლიტიკური დისიდენტია ბატონო საბჭოთა კავშირის დროს. ეს ჩემთვის ვიღაცა კი არ არის. მაგრამ გულიწება, როდესაც ამ კაცმა თავის თავგადაზარდა წარსული დღევან და ხვალდას გადაუსვა ხაზი. რა ვქნა ახლა ყველას თავისი ანგარიში აქვს. ნუ ხო ანგარიში არა შეიძლება ეს ერთგვარი ევოლუცია. კი ბატონო, თავისებური. კი ბატონო. ახლა ბატონო თემო იმას უნდა შევეცდოთ. პეტრე და პავლესიევ თეორიით ნუ ვიხელმძღვანელებთ ახლა იმისი რომ ვთქვათ რა იყო და მე თქვენ ბრძანებთ ბატონო თემო რო არა 45 სოფელი არის დაკარგული როგორც ასეთი ამ პერიოდში ამას ხმამაღლა ესა აი ესეთი ცოცავი ოკუპაციის შედეგად რა 45 სოფელია და იმ გახარია მე მაკაცეს მიმართ ძალიან ესე ვიყავი რა ყოველთვის დისტანციურად რბილად რო თქვათ რა როგორც პოლიტიკურად სამართლებრივად და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ნორმალური რაც მაკაცმა გააკეთა ეს ჩორჩანას ეს რო იყო საგუშაგო რო დადგა და იქიდან სამეთვალყურიო რო იყო, იქიდან რო კონტროლდებოდა რაღაცები და ის ერთადერთი რაც კარგი გააკეთა იმაზე დაუყენეს ბრალი და უმძიმესი სისხლის დანაშაული მიუსადაგეს როგორც ასეთი და ამის შემდეგ პარადოქსალურია და ეს კაცი გახადეს პრემიერ-მინისტრი.
აი ამ ესეთი ანომალიური ქვეყანა, ანომალიური საზოგადოება, ნიშნულოვანი ნაწილი და ანომალიური მმართველობა. აი ესეთი არის ანომალიური მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცვლება. რა თქმა უნდა, როცა ხელისუფლება იცვლება, ოღონდ ლეგიტიმურად რა ბა. ეს არის ესენი ხელისუფალი, რომელიც მოდის და ის შეგუებული არ არის, რომ უნდა წავიდეს მაქსიმუმ 10 წლის მერე. აი რომ შეეხრეწონ კიდევაც რეიგანი მახსოვს სულ რომ თქვა რომ აი ხლა რომ მივდიოდიო ჯერ 70 წლის იყო რომ აი შეძა რომ მივდიოდიო პრეზიდენტობი და ინაუგურაცია რომ შედგა რო დავჯექი მანქანაში ფიქრობდი რომ რა დროს მივდივარო მე რეიგანიო ხლა ყველაზე მეტის გაკეთება შემიძლიაო და მაშინო თქვიო რომ არა ეს არის ამერიკა და იმიტოა ძლიერი რომ აი უნდა წახვიდეო თუ შეგეძლო იმ 8 წელში უნდა გაკეთებიო კი მაგრამ 12 წელი ხარ 14 წელი ხარ 15 წელი ხარ იყავი და კიდე მეუბნები რომ 30 წელი კარგი რა არ არის რა ეს არ არის უკვე აი ეს არ არის ევროპული ქვეყანა იმიტომ ზულთ ამათ ევროპა იმიტომ ზულთ ამერიკა რომ ამერიკელებმა უთხრესო აი რა ხო იყავით 10 წელიო შევარდნაძეს არ მივეცით 10 წლის მეტი როგორ ვადა არ მივეცით 10 წელი როგორ ყოფილიყო მეტი სააკაშვილი ეხლა თქვენ 12-13 წელი ხართ ვინც გინდა დატოვეთ ოღონდ არ დატოვებენ მაგას ხო გამორიცხულია კაცო ეს ავადმყოფობა რა ვინ დატოვებს ამას თქვენ გონიათ ამერიკელებმა უნდა გითხრათ არა შენ თავ შენ უნდა უთხრი შენ თავ შენვე უნდა ეს ჩვენი ბრალია არა რა თქმა უნდა ბატონ ბეგის ვეწინა უპირველესად ჩვენი ბრალი ბატონ ბეგის ვეწინააღმდეგე ბატონო ბეგი როდესაც შენ ამერიკიდან მოგაქვს დემოკრატიის განვითარებისთვის მილიონები და თავიდანვე რომ წერია იმ დოკუმენტებში მე ამის მომხრება რა ხო გეუბნები ის იყო შეცდომა აი რომ დაადე ხელშეკრულება და ამერიკელებს უთხარი რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის ფული მომეციო და იმათმა გითხრეს კი ბატონო მოგცეს უამრავი ფული არა მარტო ეს ხორბალი გამოგიგზავნეს ყველაფერი და გითხრეს იმ დოკუმენტებში ჩაგიწერესო მონაცვლეობა ხელისუფლების არის ეს ის კი არ გითხრეს რომ შენ წადიდე იმათ თქვესო მონაცვლეობა თავარი ეს არის ნორმალური ხო და აი ამიტომ კიდევ ამას ვერ ვახერხებ. აბა ჩვენთან ეს არ ხერხდება. მე წეგან მაგალითი გავიხსენე ჩვენ. იმდენჯერ გავუშვეს ბერლუსკონი და მოაბრუნეს. რატოა მონაცვლეობა კარგი? როცა იცის ადამიანმა რომ ის 4 წლის მერე ან 8 წლის მერე წავა, ისეთ კორუფციულ რამეს არ ჩადის, რომ მე მოთხოვენ მას პასუხს. ხო ხედავთ აგერ რა სიტუაცია ის ეშინია მას. ის კი არ არის რომ ისინი წესიერები მოიყვანეს ხელისუფლებაში. სისტემაა თვითონ რომელიც არ უშვებს უწესრობას. ეგაა მთავარი. ფილტრავს და აი მონაცვლეობის სისტემა არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება. ეფექტური საშუალება. შენ რო ხარ დღეს გუბერნატორი და იცი რომ შენ 8 წელზე მეტი ვერ იქნები, ამიტომ შენ ისეთ სისულელეს არ გააკეთებ რომ ციხეში დახვიდე. აი ესაა სისტემა. შიში შეიფს სიყვარულსა, ვიღაცას გონიეს ვებგიმა რო დაწერა შოთა რუსთაველმა ვინმეს გონია რომ მუშტი უნდა დაარტყა. ეს არის სწორედ ბიბლიისადმი მე იმის მოწიწება არის თქმა უნდა შიში მაგრამ კაი ნათქვამი ეს შიში არის უფლისადმი უნდა გეშინოდეს უიპარავ ამას უჩადიხარ ამას გეკითხებით რომელიმეს ახლა აი ნახეთ თქვენ ბიოგრაფიები დღევანდელი მინისტრების თუ დღეს საქართველოში სადაც 5%-ს აქვს იმდენი რაც დანარჩენ 95%-ს კაი ერთ ვთქვათ რომ შეიძლება რო იყოს სისულელია მაგრამ შეიძლება 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 რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს რომელიც სახლებს ვერ თვლის და ფულს ვერ თვლის შეიძლება რომ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყოს რომელიც სახლებს ვერ თვლის და ფულს ვერ თვლის როცა ამას აკეთებ ნდობა აღარ არის უკვე აი ეგ არის რეალობა აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე ვერც კი წარმომედგინა რომ ხელისუფლებაში ოდესმე მოვიდოდნენ ადამიანები რომლებიც ასე მდიდრები იქნებოდნენ საფრანგეთში 1 მილიონი თუ გაქვს ქონება, შენ არ შეგიძლია კენჭი იყარო. კენჭი იყარო არ შეგიძლია და საქართველოში მილიონერი არ ხარ, სხვათა შორის იტალიიდან მოდის. იტალიაში როგორ იყო? თუ პირველ რიგებში შენ კონსულად ვერ გახვიდოდი, თუ არ იყავი 3ჯერ დანაჭრელი, 2-3ჯერ და პირველ რიგებში უნდა მდგარიყავი და იქ უნდა დაჭრილიყავი. პირველ რიგებში თამარ მეფეზე რომ ვლაპარაკობთ თვითონ ჩაუდგა ჯარს სათავეში ხო? წავიდა. ფეხშიშველი შედგა ცხენზე და უსარდლა ციხესიმაგრეს ასაღება. ხო და ამას რატომ ამბობ? ეს მაგალითები არის ევროპული მაგალითები. ევროპა კარგი იმიტომ კი არ არის ევროკავშირი კი არ მე ევროკავშირის ბევრ რამეს არ მიზიარებ. მაგრამ ეს ევროკავშირი ჩემთვის არ არის ევროპა. ჩემთვის ევროპული ღირებულებები არის
გაცილებით მაღლა დგომი ვიდრე თუნდაც ეს ადმინისტრაცია და კონიუნქტურა რომელიც ევროპაშია ქრისტიანული ღირებულებები მართლმადიდებლური ღირებულებები ევროპული ღირებულებები და ქართული ღირებულებები და ფასეულები თანხმდენილია არ განსხვავდება ნამდვილად ბატონო თემო იმას ახლა დრო მირბის და იმას 1-2 სიტყვით უნდა თქვენ რო არ ყოფილიყავით უფრო მძიმე რაღაცას ვიტყოდი მაგრამ ეს უნდა შევეულო მე მეუბნები არა თქვენ არა სტუმრები ისეთები ხარ რომ თავს ვიკავეთ მე რა გინდა საერთოდ არა შეიძლება შეგვილახო ხელში ისეთი რამე თქვა ხოდა იმაზე იყო რა ჩვენი ბედი ახლა რაზეა დირითადად ამოგე თქვენ რაცა თქვით რომ მემკვიდრეობის მომენტი ესტაფეტის მომენტი შვიდობიანად გადაცემის მომენტი არჩევნები ეს არის ყოველგვარი ბუშტებით რომ მიდის ხალხი და ზოოპარკში და ცხოველებთან ერთად რო არის ეს არის რა სიმშვიდე იმის ეს რომ მე არ მეშენია ცვლილების მიულოცავ დამარცხებულს გამარჯვებულს მიულოცავს და ასე შემდეგ და კანონიერების და ლეგიტიმაციის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი აქ რასდება აქ ხო საერთოდ სრული კატასტროფა ამის ანტიპოდია ყველა ხელისუფლება ეგ რაღაც საომარი გლადიატორების ომებს აგავს არჩევნები ბატონო თემო წინას და ესენი ხო საერთოდ ამათმა ყოველგვარ გლადიატორი მით უმეტეს რომში ტარდებოდა ეს კარგად იცით ეს არის გლადიატორების ასპარეზზე სადაც ყველაფერი დაშვებულია როგორც ასეთი შესაბამისად ახლა ევროპამ რო გააკეთა ეს მოსკოვის ხელშეკრულების დასკვნა რო დადო ბატონო თემო ეს კიდევ იმეორებ არის გარკვეული საშიში კი არ არის ის დასკვნა რო დადო მე წერან ბატონ ბეგის ვეუბნებოდი საშიში არის იმიტომ რომ არასდროს 12-ზე მეტ ქვეყანას არ დაუჭერია მხარი არც მილოშევიჩის არც პუტინის არც ამას 24-მა ქვეყანა ეს იმას ნიშნავს რომ ევროპა ესე რა უკენი ამ ევროპას ისეთი რო გააშმა კარგი თქვა აი ბატონ ბეგის ვეუბნები კარგი დარგინდა ევროკავშირი იტალიასთან იყავი კარგად პრემიერ-მინისტრი ჩავიდა იქ და პრემიერ-მინისტრი იქ არ შეხვედრია იმ პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება ხო წარმოგიდგენია ჩადიხარ იტალიაში არ შეხვდება მაგრამ დავანებოთ თავი არა არ შეხვედრია არ შეხვედრია ლეგიტიმური აღიარება არ ყოფილა არ ყოფილა არც ერთი ქვეყნისგან სხვა მიზანი იყო მისი ვიზიტიც ეს იყო კერძო ვიზიტი ქართული ხელოვნების კი ბატონო გასო ეგ ალიბი იყო იმისთვის რომ თითქოს და რაღაც მე რო დამჭირდეს მაღიარებენ სხვა გასაგებია გეთახმები თქვენ ფაქტს ლაპარაკობთ ამით თქვენი შეურაცხყოფას მიაყენებთ იტალიის იმის იმიტომ რომ ნებისმიერი ქვეყნის პირველი პირი თუ იმ ქვეყნის მიმართ კეთილად განწყობილია ხელოვნებაზე კი არა პანაშვიძე რო ჩავიდეს ვინმე შეხვდება მას მე კიდევ ერთხელ მე არ ნუ ეხლა ეგ ტრაგედია სოფლიო მიცის ერთი რამ რომ უნდა შეხვედრა ვითომ შემთხვევით დაეშვა რომელიღაც აეროპორტში და იქ მივიდა იმ ქვეყნის ისა ისტორია მიცის მე ამაზე არ გამართობ დღეს მე უბრალოდ ლაპარაკობ ერთ რამეზე რომ დღეს ეხლა როდესაც შენ ევროპაში ლანძღვეგი ახლა რო გაშალოთ თქვენ და გამოხვიდეთ ერთ 10 კაცს დაგისახელებთ მე თქვენ პარლამენტში რომლებიც აი კიდევ წიგნი თუ აქვს საკითხული არ ვიცი ვიღაცა უწერს ალბათ გამოდიან ილანძღებიან ცალკეული პიროვნებების მიმართ ბიჭო მივხედოთ ქვეყანას რა მივხედოთ რა საქართველოს რა არ შეიძლება ეგეთი რამ რა ესე იგი ხო გეუბნები აბსოლუტურად ზოგიერთი ისეთ პიროვნებას ემაგალითად იწერება ჩვენთან ამერიკის დიდი ამბავია რომ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს მე ვარ შენახვედრი თანაშემწეს ქალაქის მერი რო ვიყავი რა პრობლემა რა ის მოადგილე და ამას ომიწერ ჯამით რა შეეცი ბეგი ბატონო საქმე ის კი არ არის აქ ლაპარაკი არის მარტივ რამეზე შენ მე მეუბნები რომ შენ ვინ ხარ შენ ხვარი ხარ რასაც გეუბნები უნდა დამიჯერო მე მცხვენია ეს რომ ამას ლაპარაკობ მე ჩავედი ქალაქის მერი პარიში ქუთაისის დღეები იყო და სპონსორი იყო პარლამენტის თავმჯდომარე ანუ პრეზიდენტი ქვია და პარლამენტის მას შევხვდი მაგრამ მას არ შეეძლო ოფიციალურად ჩემი მიღება ამიტომ საქართველოს მეგობართა იმისი კომიტეტის თავმჯდომარის ოთახში ვითომ მე რო ვიყავი შემთხვევით შემოვიდა რა და წინას არ ვიცოდი თუ ასე იქნებოდა ესე იგი თუ სურვილი არის არავითარი თუნდაც რომ ჩავიდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტი ვითომ გორი კი არა იმისი ვიცე-პრეზიდენტის იმაში შეხვდა ვითომ შემთხვევით და ეს დაგეგმილი იყო ყველაფერი აი ასე ეს დიპლომატია ჩვენ დღეს დიპლომატიის ელემენტები არ არის აი უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მე რა მომწონს თქვა სომხეთის პრემიერ-მინისტრი
დღევანდელზე ამბობ, ხო? დიახ, გულწრფელად გამოდის და ლაპარაკობს მის ურთიერთობებს რუსეთთან. თანაც ისეთი არ ამბობს, რომ დაეტაკოს და ლანძღოს. ჩვენები ფეხქვეშ ეგებიან და ხმამაღლა არაფერს ლაპარაკობენ. ის ელაპარაკება ჩადის, ხდება, მე ეს მიმაჩნია სწორ პოლიტიკა. ეხლა წეგან თქვი და ეხლა გავიმეორებ. აი, ბევრი ვინმე ეხლა ფიქრობს იმას, რომ კი მაგრამ თქვენ საიდან ასკვნით, რომ თქვა რუსეთისკენ მიდის. მე არ მინდა არავითარი ორ რამეს ვამბობ. პირველი, ვინც რუსეთის წარმომადგენლები იყვნენ ჩვენთან, რო ვიცოდით და ლანძღავდნენ ხელისუფლებას, რომ თქვენ ამერიკის ხერხად რაღაცა, ისინი დღეს აკებენ და ადიდებენ ამათ, რომლებიც რუსეთიდან იმართებოდნენ. პირველი ეს და მეორე. ხო, გახსოვთ ყველა ზარე დასახელდა. კი, რა თქმა უნდა. 100-მდე პიროვნება ვიცი. საშიში კაცი ხარ თქვენ ბატონო. სკოტი რო ვახსენეთ, ეხლა სკოტი და თქვენ კედმია რა. ესენი არიან რუსეთის პროპაგანდისტები. ნამდვილად. რუსეთის ყველა პროპაგანდისტი საერთაშორისო მასშტაბით აქებს საქართველოს ხელისუფლებას. ნამდვილად. მე გეუბნებით, რომ ეს საშიში რამეა. საშიში და ქვეყანა დგება დარტყმის ქვეშ. უამრავი ქართველი და ძალიან ძლიერი ქართველი არის სოფლიოში. ამათ შეუძლიათ გაცილებით იტალიაში მე ხალხი ვიცი. არ მინდა მე იტალიაში, ამერიკაში ვიცი ხალხი, გერმანიაში ვიცი, რომელთაც უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ. ჩვენი წარმომადგენლები არიან. იქ შეუძლიათ უფრო მეტის გაკეთება. რუსეთის ხელისუფლებასთან დღეს რუსეთში ინტელიგენცია ხავს საქართველოს. ოღონდ თავისუფალი ნებარო იყოს იმ შემთხვევაში. კი ბატონო, აი მათ შეუძლიათ გაცილებით მეტი ვინმეს ეთათპირებიან, ხვდებიან, ელაპარაკებიან, რა უნდათ ამას. მე გეუბნებით, რომ ეხლა ბოკერია ვის მოწონს, ვის არა აკაურზე მე ვლაპარაკობ დიდექიმ ბოკერიაზე. ლეო ბოკერიაზე. დილით რო დარეკოს მან პუტინის მისაღებში, ერთი დღის განმავლობაში ის პუტინს შეხვდება. ნამდვილად. ჯო ყავს ესეთი კაცი, მე ხوار გეუბნები იმას, რომ თქვათ რა გამოვიყენოთ რა ეს ხალხი ყველაფერი ავამოქმედოთ ეს ახლო დიპლომატია და აი წეგან რა თქვა ბატონმა ბეგიმ. გარდაიცვალა უდიდესი პიროვნება. ჩვენი დიდი წერალი ხომ იმაში რუსეთში და მაშინ ვამბობდი იმას რომ მოდით საქართველოში დაგბზალოთ დანელიაზე ელაპარაკე. დიახ. დაგბზალოთ საქართველოში, ჩამოვიყვანოთ. მithumetas აქედან იყო წასული საქართველოსთან. დაგბზალოთ საქართველოში, წადი საქართველოს. როგორც სომხებმა გააკეთეს პარაჯანოვის შემთხვევაში, ხო გახსოვთ? თბილისელი სერგო პარაჯანოვი ერევანში დაგბზალა. კი, მაგრამ დაგბზალოთ. კარგი ბატონო, აი შეხედებ თქვა დაუშვათ ბატონო თენგიზ არ გზალავენ და ოჯახს უნდა იქ. კი ბატონო, მე ოჯახის გადაწყვეტილებას აი რომ წასულიყო საქართველოს პრეზიდენტი დანელიას პანაშვიძე დაგზალვას მე ჩამოვართმევდი და ვიტყოდი რომ ყოჩი ამ ხელა წერალი ყავს დღეს ალიანსე ქართული განწყობის ყველაფერი მე როდესაც გავიგე რომ ზურაბ სოტკილოვა გარდაიცვალა მე და ბატონი რომან რურუა ვიყავით კიევში და მე იყო ძალიან მედვედის იუბილე იყო მინსკში ჩავედით და იქ გავიგეთ მე ვთხარი ბატონო რომან ჩვენ უნდა ჩავიდეთ მოსკოვში იმიტომ რომ არავინ გავიგეთ რომ საქართველოსდან არავინ არ მიდის. ჩვენ ჩავედით მიუსავით სოტკილოვას დაგზალვა დითიაჩი. ეს რომელი წელია ზუსტად? 24 წლის წინ. აი ახლა სულ ახლა ჩავედით დითიაჩი და მთავრდება ისე მივასწარი. და მიყავს მინისტრს, კულტურის მინისტრს და საავსე გადაჭედილი თეატრი. ნახეთ, რომ შევედით ერთ ხუთსუდი უყურებთ ერთი ჩვენი არ იყო, აი რას ვეძახით იმას, ყვავილების თაიგული არ იყო საქართველოს იმისგან რო ყოფილიყო არა, ნუ გოლი ჩამწა. ჩვენ მივიტანეთ რაღაცა, მივედით და რუამთავრეთ ის და ბოდიშო მე ავწიე ხელი და უთხარი ჩვენ საქართველოსდან ვარ ჩამოსული. და ბატონი რომანი და მე ავედით დიდი თეატრის სცენაზე. და ვთქვით რომ ეს არის ზურაბ სოტკილოვა, სოფლიო ხელოვანი და ჩვენ არ ქონდა და მე ვთქვარი რომ ჩემი არაფერი არ ვიქნებოდი მიუხედავად იმისა რომ ზურაბ ანჯაფარიძის იძევა მე არაფერი არ ვჯერეთსაც მევალებოდა ზურაბ ანჯაფარიძის იმას ჩამოსულიყავ იმდენად უყვარდა მეთქი და პატარა ზურაბ ანჯაფარიძისაც მე ქუთაი თბილისის კონსერვატორიაში არ მიიღეს და ზურაბმა მოუპატრონა და რაღაც და მე მეორე აი სოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი აგერ და ევროპის კი რაღაც ოლიმპიური ჩემპიონი რომან რურუა ჩამოვიდა მეთქი და ორგზის ხო რომან რურუა და მე ავედი სცენაზე და რუსეთის დიდი თეატრის სცენაზე უნდა გენახათ რა იყო ისე იყო გამთბარი საზოგადოება არც ბატონი რომანი და არც მე 1 საათი დაავიწყდათ პანაშვიდი და გველაპარაკებოდნენ მოდიოდნენ გვესაუბრებოდნენ მე ხო არ გეუბნებით რომ ემოციურად უყუროთ ყველაფერს მაგრამ უნდა მოვიგოთ ყველა ომი რომ მოვიგოთ ყველა ბრძოლა უნდა მოვიგოთ ყველა ბრძოლა უნდა მოვიგოთ აი ამიტომ მე ვეთანხმები რა თქვა ბატონმა ბეგიმ რო იქ ხელოვნების იმაზე წავიდაო კი ბატონო მაგრამ რატო არ ჩადი დანელიას დაგზავნას რატო არ ჩადი სოტკილოვას დაგზავნას
იმიტომ რომ რაღაცას მე არავინ მინდა დავადანაშაულო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მარტო პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ვერ გადაჭერიან ამ სათანადო სამსახური პროტოკოლი არ მინდა კიდევ ერთხელ ამბობ გავაკრიტიკო ვინმე, მაგრამ პროტოკოლი სამსახური ისთვის არსებობს. პროტოკოლი სამსახური არსებობს იმისთვის, რომ 400 კაცი რო ჩამოვიყვანენ ჩვენ აქ ამ ღონისძიებაზე, თქვენ რომ მოგეცით წეღან. ემიგრანტთა ეჭვ ჩავატარეთ. ყველას გვარი ჩაიწერეს, ვიღაცა ყავდა და წავიდნენ მერე და დახეს იმაში რა ქვია და ელაპარაკდნენ საბერძნეთში, იმაში და ამაში და უთხრეს რომ დაანებეთ არ გინდათ, მაგრამ აი ესაა საქართველობა. ესაა და გუშინ წინ კიდე უფრო მეტი რამე გავიგე, რომ ერთი პიროვნება სასწავლო მოსწრები ეხლა, მაგრამ რა ქვეყანაა დღეს 37 წელი ხوار მოგწევ ჩვენ. ერთი რექტორი, მე იმ რექტორთან მინდა დავადასტურო თუ ესე იყო. მეორე რექტორს ურეკავს და ეუბნება რომ ერთი კარგი პიროვნებაა, მაგრამ ოპოზიციონერი შვილია. ოპოზიციონერი იმის ის იყო რა ქვია იმისი მოცნების წევრი იყო თავის დროზე, მაგრამ გახარიასთან ყოფილა მერე და ნუ ახლა და ეუბნება იმ პერიოდში დეპუტატი იყო და მისი შვილი არისო და რაღაცა პრობლემები აქვს უნივერსიტეტში არ მინდა ეს უნივერსიტეტს დავასახელო და დაურეკა ამას. და ესე იგი 3 დღის მერე ამ რექტორს უნდა გადავამოწმო იმ რექტორთან ის ამ რექტორს ურეკავს უშიშროება. და ეუბნება რომ თქვენ ნახვებინდაო და ნახავენ და ეუბნებიან ჩვენო წერილი შემოვიდა ჩვენგანო იმ რექტორისგანო თქვენო მასო წერილი გაუგზავნა რექტორმა რომ მე დამირეკაო მეორე რექტორმა და ოპოზიციონერის შვილზე მთხოვა დახმარებაო 37 წელი. სამარცხვინო. აი ეს ერთი ფაქტიც რომ ის კაცი დღესაც რექტორია. და ეს რექტორები არიან ტახს რო უკრავენ ამ ხელისუფლებას. ესენი სტუდენტებს გამოადგება ასეთი ისა თუ რას. ვინ უნდა გამოზარდოს ბატონო? მე მართალი თავის ნარ ინკუბატორს გამოზარდოს. მე მართალი გითხრა ძალიან შემაწუხა ამ ფაქტმა და ორი ღამეა არ მძინავს რომ რექტორს დაურეკა რექტორმა და იმ რექტორმა რომ ოპოზიციონერზე წერილი მიწერა უშიშროებას. ბატონ თემო, ახლა მე მგონი დასასრულისკენ მივდივართ ხო მე მგონი. რა ვიცი ახლა მე ძალიან დღეს კიდე ბატონო? ბეხმას აღარ მივაცნობ. ხო, რა ვიცი მე ამ ეგრეთ წოდებული ოცნების პრემიას უსმენე მართალი გითხრა კიდე უფრო საგონებელი მე მეგონა რომ ესენი რომის სტატუსთან იმ ხელშეკრულებასთან რაზეც ხელი გვაქვს ასე თქვათ მოწერილი და სხვათა შორის პირველ პარლამენტში და მეორე კონსტიტუციაზე ხელის მომწერი ვიციხავით მაშინ დაიწყო ეგ პროცესი და იქიდან მოდის ეს ყველაფერი, მე სხვადასხვა თაობამ და ემიმ დააგვირგვინა ეს და ევროპის მართლმსაჯულების განუყოფელი ნაწილი ხდები, ხო? ეს გასაგებია და ახლა როდესაც მასთან თანამშრომლობდა მასზე გაქთელი რიგი ხელშეკრულებები ხელმოწერილი და ასე რაღაც სამარცხვინოდ რაღაც ამის იავარქნა ხდება. კიდე ერთხელ გიმეორებ ძვირფასო მეგობრებო, ცოდნასთან ძალიან მწყრალად ხართ, ძალიან შეზღუდულები ხართ, როგორც ასეთი. მაგრამ ეს მაინც ხო უნდა იცოდეთ, აი სერბეთში რაც მოხდა, ხო, ბატონო თემო მინდა ეს გავახსენო მაგათ. სერბები ჩვენაერი ხალხია, მართლმადიდებლები, რომელსაც მაღალი კულტუროლოგიური გენი აქვს, ძალიან მაღალი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ კულტურას, აი განსხვავებით ხორვატებისაგან ძალიან სუსტად გამოიყურებიან, ვერ აბალანსებენ თავის შინაგან სამყაროს. ანუ ქმედება და შინაგანი სამყარო ერთმანეთთან რეზონანსში ვერ არის, როგორც ასეთი და ამიტომ წვალობენ, ცდომილობენ და პირველი მსოფლიო ომიდან დაწყებული სულ წაგებულ მდგომარეობაში არიან. პირველი მსოფლიო ომის გაგახსენეთ, როდის დაიწყო, კაცო, ეს პრინცეს ფერდინანდი რომ მოკლეს, ეგ ბოსნიაში სერბმა ეს რა გვარი იყო, იმან განგმირა იმან, მე ავსტრიელებმა მოითხოვეს ამის გამოძიება, პრინც ფერდინანდი მისი მეუღლე რომ განგმირეს ბოსნიის სარაევოში, მოითხოვეს მისი ასე თქვა, ამათ გასაგონად ლაპარაკობ, რომ რაღაცა გაიგონ. მისი მართლმსაჯული არ დაუშვეს მე რაღაც პაუზები დაიწყეს, იქ სხვათა შორის რუსეთის ძალიან კარგი ელჩი იყო სერბეთში, ძალიან კარგი, ფილმი მაქვს ნანახი და დოკუმენტარი გაცნობილი ვარ, კარგად იქცეოდა, მაგრამ იმ რუსებმაც რაღაც ვერ გაიგეს და მე ესენი გადავიდნენ ვენდეტაზე და დაიწყო ეს ომი და რამხელა ისინი იმსხვერპლა, ხო? ეს ერთი ფაქტი. მეორე ახლა ის ბალკანეთის ომი რო იყო, ის უბედურობა, ამხელა რო დახოცეს მოძმები და
სერბები მარტო იმიტომ ხოცავდნენ სხვებს რომ განსხვავებული მრწამს ეს იყვნენ 12000 ცოცხლად დამარხულია სერებრენიცაში სერბებს დაანებეთ ასე არის ჩვენთან ხო რა თქმა უნდა იმიტომ პარალელი რის თქმა მინდა ახლა რომ იმას აქვს შევკრათ რა ის ადამიანი მე თქვა რომ მე ვითანამშრომლებ ამ იმასთან მილოშევიჩმა სხვათა შორის კლინტონთან ერთად დეიტონის ხელშეკრულება დაიდო და კინაღამ ნობელის პრემია აიღო თუ გახსენდებათ მაგრამ შემდგომ აირია ეს ვითარება გაქარწყლდა განეიტრალდა გადავიდა რაღაც დაუკრეფავ რაღაცებში და დაიწყო ეს ომები ეს უბედურობები და ამის შემდეგ მილოშევიჩი საკუთარმა მოსახლეობამ ჩააბარა ჰააგას ისევე როგორც ამად გასაგონად ლაპარაკობ მლატკო მრადიჩი მაგათი მთავარსარდალი რო იყო და ბოსნიის ასაკო პრეზიდენტი კარაჯიჩი საკუთარმა მოსახლეობამ იმალებოდნენ თავიანთ იმაში და გადასცეს ისინი როგორც შედარება ცოტა უხერხული ხომ არ არის არა უხერხული იმ ხრივ არის რომ ამადგან განსხვავებით ისინი ომობდნენ და სერბებისთვის სისხლი აქვს დამთხეული ამადგან განსხვავებით მაგრამ სერბიაში დიახ მისია სამი ექსპერტის ნეიტრალური ექსპერტის ამას ხარს უსვამს ისინი იყვნენ ნამდვილად ნეიტრალური ეხლა ჩვენებმა ჩემის აზრით რა შეცდომაც ჩაიდინეს სანამ მას მოიწვევდნენ იმიტომ რომ ხომ მოწვევა ხდება სანამ მას მოიწვევდნენ მანამდე არ ნახეს ვინ იყო და რას წარმოადგენდა ეს ქალბატონი სერბიაში სამ ექსპერტიანი დელეგაცია სამჯერ იყო ჩასული და არა ერთი ქალბატონი ორი დღით. ამდენად რა ვქნა მე ჩემთვის ეწბადებს მისი ასეთი ენციკლოპედიური ცოდნა იურისდიქციის ყველა საკითხში. კარგით. აი, როდესაც საკუთარი ხელი ჩააბარებენ მაგათ და თქვენ ამის ცოტა ხანში მონსტრენი გახდებით იმ დამნაშავეებით, რომლებმაც ეს დანაშაულებები ჩაიდინეს და კიდე გიმეორეთ ფოტო და ვიდეო კამერაზე არა ესენი ასახული ახლა. ვინც ამას ვერ ხედავს, სირაქლემა თუ უნდა კაცი იყოს ახლა მე როგორ დაუშალოა, რა უფლება მაქვს მე. საერთოდ ზოგადად ვლაპარაკობ. მე პირადად ვერ ვაფასებ. იმდენად რამდენად ფაქტები არა მაქვს. არა, ფაქტები კიდე გიმეორებ, დასახიჩრებული ადამიანის სიკვდილის პირას მიყვანილი ინფორმირებული ბრძანდები და კადრებიც ამათ ნანახი და ელემენტარულად იმის პასუხისგებლობა მაქვს, რომ გოგი ხოშტარია, აგარ შენ მინისტრი იყო, კაცო, მე ჰაერზე არაფერს არ ვლაპარაკობ, ბატონოგები. თავიდან ბოლომდეს თუ არ ჩავეძიე, ოჯახის წევრით რო იყოს, არ დაუჭერ. გამორიცხულია, გოგი ხოშტარია და მაგის ოჯახობა კი იცით, ჩვენი დამოკიდებულება იქა ძალიან კრიტიკული ვიყავი და თქვენც იცით ამის შესახებ და მამამისიც მოვიწვია და აწონ-დაწონილი მაქვს ყველაფერი ეს და იმის გამო რომ ადამიანმა იმის 4 შვილის დედა კალაძეს იმაზე რაღაც წარწერა გააკეთა ფლომასტერი და ამის გამო 4 წლით უშვებ ეს საზოგადოება თუ რაღაცას იმსახურებს და ეს თუ მარსაჯულებაა მე არ ვიცი მაგ ადამიანებს კანონის წინაშე ყველა რა თქმა უნდა ფლომასტაზე 4 წელი ეკუთვნის მითხრა რა ეგ ახლა შესაძლებელი არ ყველაზე ახლა მე ფაქტებს გეუბნებით რაც ნახე და ტელევიზორში რაც ნახე ბეგი ბატონო მეტი რა ფაქტი უნდა იყოს ყველაზე კარგი ის არის რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სასამართლოს შეუძლია ნებისმიერი პირი მიცეს პასუხისგებაში საქართველოში გამორიცხულია საფრანგეთში რა მოხდა ბევრ ქვეყანაშია იტალიაშიც რა ბერლუსკონი მუდმივად იმაში იყო ისრაელში კიდე ესე ბატონო თემო ეს რომ ახლა ხან რო იყო კაცო რა გვარია აქ რო იყო ჩამოსული ომი რო შეაჩერა რა გვარია ფრანგი მაკრონი კი არა მაკროსი წინამორბედი რა გვარია ხო იცით აქ რო ომი რო გააჩერა კი გასაგებია ვინც იყო რა ხო დაიჭირა პასუხისმგებლობაში დღესაც არ არის გათავისუფლებული პასუხი მე რა მოხდა რა ადამიანი არა ცნობილებებია არა იმაზე გითხარით მე და უბრალოდ ეხლა ჩემთვის რა არის იცით რომ აი ბატონმა ბეგი მითხრა დღეს სარკოზი ბატონო მე ბატონმა ბეგი მითხრა დღეს და ბატონ თენგის აი უბრალოდ წარმასვენებს ის აზრი რომ რაოდენობა ქართველების იტალიაში ჩასულთა იზრდება მიდიან ოჯახები პატარა ბავშვებით ქუჩაში წევს ეს ხალხი ერთი და ბოლოს სიტყვა რა ვიცი თქვენ ნახეთ მაგრამ აინც გონია რომ 5 წუთი რაც გვაქვს ეს ერთი საკითხი და მეორე
ის რომ მიუხედავად იმისა ევროპაში ფასები აიწიან ბატონი ბეგი ამბობს რომ ძალიან ბევრ კვების და სხვა საქონელზე ფასები დღეს გაცილებით ძვირია საქართველოში ვიდრე იტალიაში და რომში ცხოვრობს. ნუ ეხლა ამაზე მეტი მაშინ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შენი შეფასება ეგ არის ხელისუფალი რომ ხარ შენ იტალიაში რამდენია პენსია ბატონო ბეგი? საშუალოდ 1500 евро. 1500 евро ეს არის 4500 ლარი. ეს საშუალო, მაგრამ ყველაზე მინიმალური ზოგ 300 ევროც არის. არა, გასაგებია, მაგრამ მე ვამბობ იმას, რომ საშუალოზე არის. მაგრამ არის, რომელსაც 1000 ლარზე ნაკლები იქ მე რაც ვიცი, არავის არ არის. ეგრე აქ პარლამენტარებს 16000 აქვს ლარი. მე რა ეხო არაფერს არ ნიშნავს. როგორ გაიზარდეს ეს? აი, თქვა ნახეთ ეხლა, რომ აი ფასები და ისინი როგორ არის და აი მე გეუბნებით გულწრფელად, რომ მე როდესაც მქონდა 560 ხო გაქვს 560 და როდესაც აქ დაიწყო გაზრდა პენსია გაორმაგდებო მე ვთქვი რომ რასაც ვყიდულობ 560 ლარით ამას ვერ ვიყიდი 1500 ლარით თქო რასაც მე 5 წლის წინ ვყიდულობ 560 ლარით დღეს ვერ ვყიდულობ 2000 ლარით და დასასრულისკენ ბატონო გითხოთ 1-2 სიტყვით შეაჯამოთ ეს ყველაფერი საინტერესო მძაფრი, მაგრამ აქტუალური გამოვიდა. იმიტომ რომ ახლა სიმშვიდე და რაღაც მოჩვენებითი მშვიდობა სასაფლაოზეა, როგორც ასეთი და აქ ცოცხალი ადამიანები ვაქვს და პრობლემას თვალი უნდა გაუსწოროთ და ახლა ნაცნობობით და ჩაწყობებით და რაღაც ამდაგვარი რაღაცებით, სირაკლემობით საქმე არ გამოვა. ამიტომ მინდა რომ აქტუალურად იყოს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართაც. გთხოვთ რომ აი ბოლოსკენ მადლობელი რომ გვესტუმრეთ და ესეთი საინტერესო იმაში მიიღეთ მონაწილეობა. ჩემი თხოვნა იქნება ის იმაზე რაზეც ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაზე რომ ეს ოპოზიციას კი არა დიასპორაზე ეს საკითხი არის ძალიან მაღალ და დიახ ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ და მე მინდა რომ ოპოზიციას ვთხოვო რომ იყოს ძალიან აგრესიული კი არ იყოს ოპოზიცია. იყოს კრიტიკა გააკეთოს იმ სასაფრებული არ იყოს. ბატონო, ჩასაფრებული და ნიშნის მოგებით არ ლაპარაკობ. სასაფრებულიც იყოს, მხოლოდ უნდა იყოს ნიშნის მოგებით არის. ხო, ეს უნდა იყოს საღი, გონივრული და მხოლოდ კრიტიკა არა. მარტო კრიტიკა თუ შენ არ თავაზობ ამ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობა მაშინ შენი შეფასება ისეთი ვერ იქნება. ამას როცა ურჩევ ხელისუფლება, იმას ოპოზიციას ხელისუფლებასაც უნდა ურჩიოთ, ბატონო ბეგი, რომ ოპოზიციაში არ დაინახოს მტერი. ორივეს. რა თქმა უნდა, ორივე. არ შეიძლება რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ხედავდეს მტერს და ხელისუფლება ოპოზიციაში ხედავდეს მტერს. დიდი მადლობა. ხელისუფლებას უსურვებ რომ უფრო აქტიური გახდეს. დიდი მადლობა ბატონო მოხარული თქვენი გაცობით, მე მიყვარს ესეთი ცოცხალი ურთიერთობები, იმიტომ არის ეს სტუდია ღია აბსოლუტურად ამდაგვარი დისკუსია. ვინც არ ხელში უხებელი აქ არავინ არ არის აბსოლუტურად, ვინც არ მით უმეტეს ახლა ესეთი და ამიტომ მადლობა დღევანდელ დღეს ჩვენს მსმენელებს და მე იმედს გამოვთქვამ რომ გადავლახავთ აი ამ მარცაჯულების რაღაც გაურკვეველი გამოუგნებელი ცივილიზებული სამყაროსთან გავალთ ცივილიზებულ ურთიერთობაში ჟაკ მიშელის თუ ჟან მიშელის მიერ შემოგდებულ თეორიებს თუ რაღაც იმას არ დავყაბულდებით და ახალ ფხიზელ ალტერნატივას შევთავაზოთ ამ სამყაროს უზენაეს საბჭოს წარმომადგენლები მზად არიან ამის ჩასატარებლად როგორც მეცნიერი იდეოლოგიური და განსაკუთრებით მინდა თქვა რომ ეს ახალი არჩევნები თუ დაინიშნა ადამდელი გარდამავალი ამ საკითხზე ჩვენ კონცეპტუალური საკითხები გვაქვთ როგორც ასეთი და შეგვიძლია შემოგთავაზოთ კეთილი ნების შემთხვევაში თუ არა და ახლა მომავალი გადაწყვეტს ყველაფერს და მე იმედი მინდა გამოვთქვა რომ სამოქალაქო თანხმობა მშვიდობა მარადიულ ფასეულობებზე ამაღლებულ ფასეულობებზე მერაბ კოსტავას სულისკვეთებაზე გაიმარჯვებს და ვაჭრუკანული ფილოსოფია დამთავრდება და ქვეყანას მიეცემა ახალი ასე თქვათ სივრცეების გახსნა. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობა. მადლობთ ბატონო თემო და მომავალ შეხვედრამდე.